გამარჯობა პატივცემულო მაყურებელო, მოგესალმებით, გამა რევენანტის კონფერენცია თქვენს წინაშეა. დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას. როგორ ხართ? აბა აპლოდისმენტებით გამაგებინეთ. მზადყოფნაში ვართ, ძალიან კარგი. მებრძოლებიც როგორც ყოველთვის მზადყოფნაში არიან, მე კიდე რომ დავიბადე უკვე მზად ვიყავი. გამა რევენანტი აქ არის! დიდი მადლობა ყველა დამსწრე საზოგადოებას, დიდი მადლობა ჩვენს გამა ტივის მაყურებელს, გამა ტივიზე ძალიან დიდი ასე ვთქვათ იმედები გვაქვს და რა თქმა უნდა თქვენ გვიმყარებთ ამ იმედებს. დიდი მადლობა მხარის დაჭერისთვის და დიდი მადლობა რომ ჩვენს გვერდით ხართ. კოტე, ამოდი რაღაც აჭრილი ხარ შენ დღეს. სულ იგვიანებ. მაშასე, მეგობრებო. და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს. YouTube მაყურებელს აქვე გთხოვთ დააპაუზეთ ვიდეო და აუცილებლად დაგვილაიქეთ. თუ ჯერ კიდე არ გაქვს გამოწერილი, კაი რა ეხა, გეყოფა უკვე, გამოგვიწერე. და რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს, ახლა შეგიძლიათ უკვე გამა ტივის მაყურებელს დაწეროთ პირდაპირ ეთერში, დაგვიწერეთ ეგრევე ჩატში. თუ როგორია ძველი ფორმატის კონფერენცია გირჩევნია თუ ახალი ფორმატის. ძველი ფორმატი დავაბრუნეთ, ვინაიდან ძალიან მაგარი ქარდია, ყველა მებრძოლი მინდა რომ გაიცნოთ, თუმცა რა თქმა უნდა თქვენ ხმას აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა და გითხარით რომელი ფორმატი უფრო გევასებათ, რომ იმ ფორმატში გავაგრძელოთ ჩვენი კონფერენციები. მაშასე, მზად ვართ! იბატონო, აღარ გავწელავ დროს და მინდა პირველი წყვილი წარგიდგინოთ. ბრძოლა 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მე მინდა ვიხმო ბიჭებს რომ მიკროფონი მიცეთ. მიხეილ Wildby ზარიძე თქვენს წინაშეა მეგობრებო და ავთანდილ პატარკალაშვილი. ცოტა ჩემსკენ მოიწიეთ, ცოტა ახლოს, რამე რო იყოს რო გაგაშველოთ. წარადგინეთ ბიჭებო თქვენი თავი. მოდი ავთანდილი ჩენი დავიწყოთ. ავთანდილი ვარ პატარკალაშვილი 31 წლის. სხვა კიდე რავი, ყველაფერი წინ არის და მეც მოხარული ვარ აქ რო ვარ დღესდღეობით რა მოკლედ რა. პირველია ჩემთვის და რავი ცოტა ისე თუ ასე ნერვიულობ რა თქმა უნდა, თავისი ემოციები აქვს და სასიამოვნო ვარ. თავის თავადია. მიხეილ, შენს რო წარგვიდგინო თავი. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ მიხეილ Wildby ზარიძე. Wildby რატო პირდაპირ კითხვა გამიჩნდა? Wildby ეს ჩემმა ძმაკაცმა დამარქვა, ძალიან შრომის მოყვარი ადამიანი ვარ. კვირაში 6 დღე ვმუშაობ, პარალელურად ვარჯიშობ და ამით მოვედი თქვენამდე რა საბოლოო ჯამში და ჩემმა ძმაკაცმა შემირჩია ეს სახელი Wildby. ძალიან მაგარია. ველური ფუტკარი, ბატონო. იმედია რომ ამ ბრძოლის მერე შენც მოგიგონებენ ჩვენი მაყურებელი ზედმეტსახელს თუ ან შენი ძმაკაცები თუ გინდა ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ანუ ჩხუბის მერე უფრო გამოვლინდება რა. რასაც დავიმსახურებ, როგორც დავიმსახურებ, იქიდან გამომდინარე. ბატონო, ბიჭებო, მინდა ორიოდე სიტყვა რო თქვა თქვენს საბრძოლო გამოცდილებაზე და სად ვარჯიშობთ, რა საბრძოლო გამოცდილება გაქვთ და ასე შემდეგ. თქვი. მოკლედ მე პირადად რა, სხვა სპორტით ვიყავი, ფეხბურთს თამაშობდი 17 წელი. და ესე ბავშვობიდან რაღაცა ჩხუბისკენ მიწევდა ხოლმე გული ხოლმე რა და აგერ შესაძლებლობაც გაიჩიტა და ესე ვთქვათ კი გამოვედი მოკლედ რა და ესე ვთქვათ კონკრეტულად რო გითხრათ რომ ვემზადები, ამას მოვიტყუილებ. ანუ არ ვემზადები, ჩემთვის ვარ, ჩემ თავთან მოკლედ ვიქნებ ხელებს. ანუ შენით ემზადები. კი, ჩემით ვემზადები და რა ვიცი, შევეცდები რაღაც მაქსიმუმი დავდო ჩემი რა. მე დაახლოებით 15 წლიდან დაახლოებით 15 წლიდან ვარ სპორტით დაკავებული.
ტაიკვანდოთი, ვჩხუბობდი WTF-საც და ITF-საც. ვარ პოლონეთში ნამყოფი, მეორე ადგილი ავიღე. საქართველოსაც მაქვს ნაჩხუბი, აქაც მეორე ადგილი ავიღე სამწუხაროდ. თუმცა აქ WTF-ი ვიჩხუბე, პოლონეთში ITF-ი. ეხლა ბოლო 6 თვის განმავლობაში თითქმის კვირაში 6 დღე, 5 დღე მუშაობდი პარალელურად ისე ვარჯიშობდი და მოვედი აქამდე რა. შეძლების დაგვარად 100%-ით მოვემზადე და მზად ვარ ამ ჭხუბისთვის რა, მე პირადად. შესანიშნავი. კი ბატონო, კაი ბრძოლას ველით, კაი ბრძოლით გახსნას ველით ჩვენი საღამოსი. მოდი ბიჭებო, გადავცეთ შემდეგ წყვილს მიკროფონები. აგერ გადააწოდეთ უბრალოდ. მიაწოდე უკანა, ვახუშ მიაწოდე. ერთ სიტყვი მაინც თუ შეიძლება. რატო არ შეიძლება სალაპარაკოთ მოვედით ესაკ. ასევე მე სამი დაძაბული რაუნდისთვის მზად ვარ, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. და წარმატებები ყველას ბიჭებო, ულტრაუმო ჭხუბს გისურვებთ ყველას. შესანიშნავი. გადავეცით მიკროფონი და face to face, კაცო, რატო მიდიხარ უკან? უნდა დაგაპირისპიროთ. face to face. ავთანდილ პატარკალაშვილი, მიხაილ Wildby, ზალიძე მეგობრებო! ეთილი, კამერებისკენ. შესანიშნავი. კეთილი. მადლობა ბიჭებს. აპლოდისმენტებით გავაცილოთ. მეგობრებო, ჩვენს კონფერენციას ვინაიდან ერთი კვირით ადრე ვატარებთ, უცხოელი მებრძოლები უბრალოდ ვერ ასწრებენ ჩამოსვლას, თუმცა რა თქმა უნდა, მათ face to face-ების ცერემონიაზეც ნახავთ და ოფიციალურ აწონვებზე და ნუ ქართულათაც დიდათ არ ეხერხებათ მათ საუბარი და თქვენ სხვა ენებზე ალერგია გაქვთ უკვე არაერთხელ დაგვიწერეთ. ამიტომ დღეს მეტოქის გარეშე, თუმცა უკვე დიდი ყურადღება მიიქცია. მამია მემიშიში მეგობრებო. მამია, დამიდექი გვერდზე და წარადგინე შენი თავი, რას მოველოდოთ, აბა მოგვიყევი. რავი, მამია მემიშიში, 32 წლის ბათუმიდან. მაქვს კიკბოქსინგის და კრივის გამოცდილება. კიკბოქსინგში ვარ 5 გზის საქართველოს ჩემპიონი, კიკბოქსინგში ვარ მსოფლიო ჩემპიონი. აპლოდისმენტების ღირსია, 5 გზის ჩემპიონი. სოფლიო თასის გამარჯვებული და კრივის ფინალისტი. არჩეს რინგზე განახებთ რა. მოიცა, ეს ყველაფერი ემრე მიცოდა რომ არა, არ უთხრათ. კარგად ავხარდეთ. არა და დღეს მე მუქნებოდა რომ პირველ რაუნდში უნდა გაგტიშო, დღეს მიმოწერა გქონდა და მეთქი ჩამო. 3 რაუნდს არ სვაპირებ ჭხუბს მეთქი. ეთილი, შენ როგორ შეაფასებდი ზოგადად შენს მეტოქეს ახლა ამ ხელა გამოცდილება თუ გაქვს ნახავდი მის ტექნიკას, რა ვიქნებ ბრძოლებიც ნახე და ასე შემდეგ. რა სიტყოდი მასზე და რა სურათი გველის რინგზე? იმიტომ რომ როგორც მინიმუმ უპირატესობა გაბარიტებში აქვს, როგორც დავინახე. დიდი. მაგრამ ამ საბრძოლო იმაში მხოლოდ გაბარიტები არაფერი არაა რა, ანუ ძალაშიც დაუდგები და ნებისმიერ თუ ჩეხაობა შემომთავაზებს, ვეჩეხავები კიდეც. პრობლემა არ მაქვს. შესანიშნავი. მეც არ ვიცოდი, მამი, ამდენი მიღწევები ვიცოდი, რომ კაი გამოცდილება გაქვს, თუმცა ამ ხელა მიღწევები თუ გქონდა, არ ვიცოდი ნაღდად. ამიტომ მით უფრო საინტერესო ხდება ემრესთან ბრძოლა, ვინაიდან მე პირადად ეს გაბარიტებში სხვაობა დიდ საკითხებს მიჩენს, თუმცა იგივე გადაღებებზე რო იყვნენ ბიჭები, მამია ისეთი სწრაფიაო, რომ ელვისებრია, ამიტომ რავი, ჭხუბს შევხედოთ და რინგნეიმი ამდენი გამოცდილების შემდეგ არ გააქვს. ლაზი უბრალოდ. ლაზი, სულ დამავიწდა. კი ბატონო, მამია, ლაზი მემიშიში მეგობრებო, თქვენს წინაშეა და 24-ში ნახავთ მის ბრძოლას ემრეს წინაშე და რა თქმა უნდა, მოიგებს უძლიერეს, გაიმარჯვებს, უფრო სწორად რომ თქვა. მამია, რამე ხო არ დაგჭა სათქმელი? არა, არაფერი, უბრალოდ თავარია ჩამოვიდეს აქ. ჩამოყვანა ჩვენზეა და ეხა ნუ თუ თვითონ იქიდან გამოფრინდა, აქამდე მოვიყვანთ და მშიშარავიჭი არ ჩანს ეხა. როგორც მინიმუმ ტრეშ თოქაობს საკაიფოდ. კი, მებლატავება ვიღაცებსაც რთავს,
არა უშავს, აქ ვარ. კეთილი, მით უფრო საინტერესოა რომ შენ თურქული კარგად იცი, ხო? და თითქმის ყოველდღე მელაპარაკება. აჰა, შესანიშნავი. შესანიშნავი. მეგობრებო, პატივცემულო აუდიტორიამ, თქვენ შეკითხვები თუ გაქვთ, ნუ მოგერიდებათ, აგერ მიკროფონთან მობრძანდით და დასვით ნებისმიერ მებრძოლთან შეკითხვები. კი, მობრძანდით. ჩაურთეთ მიკროფონი თუ შეიძლება. ჩაითო? გამარჯობათ, მოგესალმებით. წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში ბიჭებო ყველას. ირაკლი ჯეირანაშვილი, წავადგინეთ თავი. მადლობა. ელოდებოდა მე რო წარმოადგენდი უბრალოდ თავმდაბალი კაცია. კი. მამიასთან მექნება რა, რადგან მქონდა ასეთი კითხვა რა, როგორც მე ვიცი, 13 წლიანი პაუზა ქონდა რინგზე. თუ უფრო მეტი. რამ ძალიან ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა აიღე ძალიან დიდი საკუთარ თავზე. იმიტომ რომ დებიუტი გაქვს უშუალოდ რინგზე 13 წლის მერე თან გამას რინგზე და ამ ყველაფერს ემატება ისიც რომ ეს დებიუტი გაქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა რა. რამ განაპირობა ეს შენთვის აი ამ ხელა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. მარტივად გიპასუხებ ხასიათმა და ჩემმა შესაძლებლობებმა. არაფერს არ წარმოადგენს იმას, რომ 13 წელია რინგზე არ ვდგევარ. არც ერთ დღე არ გასულა ისე, რომ ან არ მებრძოლა, ან არ მევარჯიშა. აი, მადლობა. სხვა მებრძოლს რო დაუსვა თუ შემდეგს? ნუ, სხვები როცა გამოვლენ, მაგ დროს დაუსვათ. კარგით? კაი. მადლობა და წარმატებებს გისურვებ. მადლობა შეკითხვისთვის. მამიასთვის თუ გაქვთ შეკითხვა, დასვით. თუ არა და გადავიდეთ შემდეგ წყვილზე. ოკეი? მამია, დიდი მადლობა, გადაეცი მიკროფონის შემდეგ წყვილს, კი ბატონო, სწორად გადაეცი მაშასე. წავაფლექსაოთ, მამი? კი არ ყავს მეტოქე, მაგრამ კამერას მაინც დადექი და ემრეს მიმართე თურქულად რამე, მოდი აგე. მიკროფონი? დაგიდგე? მე დაგიყენებ მიკროფონს და შენ სტოიკა დავუყავ. რა უთხრა ეგეც არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ დღეს რომ ველაპარაკებოდი აი რის რასაც წერდა? არა, წარმატებებს რინგზე ვის უსურვებ? ჩემ ძმასთან მაქვს პირადად სამჯერ შენახვედრი შეჯიბრებაზე და ხო. ის არ დამინდია და ემრეზე არ დავინდობ 24-ში ნახავთ. მაგას ტუს დააწერე და აზრი არ აქვს. არა. პატივისცემა ჩამოვიდეს და დანარჩენს აქ მივხედავ. ეთილი მამია, ლაზიმე მიშიში მეგობრებო. ეთილი შემდეგი ბრძოლა ეს არის ცვლილება საკმაოდ ნუ ფაქტიურად დღეს შედგა ეს ბრძოლა და ცალკე მადლობა მინდა გადაუხადო ამ ორ ვაჟკაცს რომლებიც არიან ნიკა ოხანაშვილი და გიორგი ოსტროვი გეგეჭკორი. მოგესალმებით ყველას. პატარა წინა ისტორიას მოვყვები, ორივე მებრძოლს ჰქონდა ბრძოლა ჩანიშნული, გიორგის 60 კილოგრამში ბაკური ჩიქოვანთან, რომელიც ჩაეხსნა ბრძოლა სამწუხაროდ ხელის ტრაუმის გამო და იგივე მიზეზით, თუმცა ცოტა სხვანაირი ტრაუმა, ინფექცია შეეჭრა თითში გიორგი ბიბილურს, 70 კილოში უნდა შემდგარიყო მათი ბრძოლა ნიკა ოხანაშვილთან, თუმცა დიდი ხანი ვეძებდით შემცვლელებს მათ წონაში, ვერ გამოვიდა სამწუხაროდ ეს, მაგრამ დღეს ბიჭებს შევთავაზეთ ძალიან უნდათ ბრძოლა, ფორმაში ვარ მეუბნეოდნენ და მეც მაქსიმუმი დავდე იმისთვის რომ მომეძებნა მეტოქე, თუმცა მათ წონაში ვინაიდან ვერ მოხდა მეტოქის მოძებნა, შეთანხმებული წონა იქნება 68 კილო და ბიჭებს დიდი მადლობა რომ ეს ბრძოლა მიიღეს და ჩვენ შევძელით კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლის შემოთავაზება. ბიჭებო აბა
ვიცი რომ სხვა მეტოქისთვის ემზადებოდით, სერიოზულად გადაწყობა გიწევთ თქვენი სტრატეგიისა და ტაქტიკის ამ ბრძოლაზე. შენ ცოტა მეტის დაკლება მოგიწევს, გიოს ცოტა მომატებაც შეიძლება მოუწევს, თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება, ვინაიდან ორივე ხართ საკმაოდ მაღალი დონის მოკრივეები და ძალიან ლამაზ კრივსველი. მით უმეტეს ვინაიდან რინგია ეხლა და არა პაკრიშკები, ამას ხელს შეუწყობს. რავი, როგორ სწორია თუ არა ჩემი გათვლა. აი, შენით დავიწყებ ნიკა. ვიცი ნიკა ვაროხანაშვილი, ბევრი არც არაფერი არა მოგცა თქვენი შემოწინააღმდეგეს პატივისცემა და წარმატება თავის საქმეში და რა ვიცი 4-4-ში განახებთ შესაბამის რავი სანახაობას. კეთილი. გიო, შენ რას გვეტყოდი? მოგესალმებით ყველას, გილოცავ ჩობა ახალ წელს მრავალს დაესწარი თქვენი ოჯახებით წინსვლას და წარმატებას გისურვებთ. რაც შეეხება ჩემ მოდექს, დღეს უყურე შენ ბრძოლას. მოდი ახლოს. ჩუქომანისგან არ გასხვამდები ვაფშე, შენც მემარცხენე ხარ? რა ვიცი, იმედია მაგარ სანახაობას შევთავაზებთ მაყურებლებს რა. წარმატებას ვერ გისურვებ, იმიტომ რომ ჩემთან ჩხუბო სხვა გზა არ მაქვს. მაგ იმედებით იყავ. იმედი ბოლოს კვდება ზოგადად და იმედი არაფრის არ მაქვს, რა ჩემი თავის გარდა. კეთილი. შეკითხვები ხომ არ გაქვთ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით? გამატრენერ აქ არის. გამატრენერი რატო ქვია? ხო გაგიტრაკე დღეს მესიჯში, ხო შეგპირდი რომ რაღაც სხვას დაირქმევდი? მოვიფიქრე და სულ ვატყუებს ესე. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. ოხანაშვილთან მაქვს კითხვა ასეთი. როგორც მახსოვს ლომკაცასთან ჩხუბე პირველი ჩხუბი, ხო? კი. ხო. ლომკაცასთან შედარებით, ეხლა ლომკაცას არის მაშვე, მაგრამ გეგეჭკორი არის ჰაი კლასის მებრძოლი, ასე თუ ისე. როგორი მომზადებული ხარ და რა საპირე ზოგადად რო თქვა? რა ვიცი, რას ვაპირებ მაგას საიდუმლოდ დავტოვებ და რა ვიცი. იმაზე 10ჯერ მეტი ვარჯიში დაისკავი არის, რა ვიცი. ისე რომ უკეთეს ფორმაში ვარ. გასაგებად, ანუ ლომკაცასთან როგორც იყავი, ესე ვერ იქნები, ანუ იმას გულისხმობ. კი. კარგი, მადლობა. და გეგეჭკორთან მაქვს კიდე კითხვა, როგორც ვიცი, ბაკურთან ემზადებოდი, ხო? კი. 60 კილოში. და ეხლა როგორც ვიცი 68-ზე შევათავ. არ გაგიცნელდება ესე უცებ ისე. რა არის იცი, ბაკურის მემარცხენეა და ესეს მემარცხენეა და თან კიდე პაშტი ერთი სიმაღლე არიან და როგორც მაღალთან მომზადებოდი, მემარცხენესთან ანალოგიურად უემზადებოდი ამისთვისაც რა. ეგრე გამოდის. მადლობა. შესანიშნავი. მადლობა კითხვისთვის. უბრალოდ დაიჭირეთ მიკროფონი რა იყო, ცხელი ხო არ არის. გადაგცეთ. აბა პირისპირ ბიჭებო. ნიკა ოხანაშვილი, გიორგი ოსტროვი, გეგეჭკორი. კამერებისკენ. კითხვა გაქვთ ბიჭებისადმი? კი ბატონო, ვისკენ გაქვთ კითხვა? გიორგი გეგეჭკორისკენ. გიო, არ წახვიდე შორს, ნიკა კი აპლოდისმენტებით გავაცილოთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. შენთან მექნება კითხვა, რის ხარჯი აპირებ მოგებას? ჩემი გამოცდილებით. შენი გამოცდილებით? კი. ესე იგი მეტი გაქვს გამოცდილებაში. დიახ. თუ გინდა გადახედი. როგორ? თუ გსურს რომ გამიცნო უკეთ, YouTube-ზე დასერჩე გიორგი. შენ გადახედე ნიკას ბრძოლებს? ვუყურე. მე რა აზრი გამოვიდა? დიდი ვერაფერი. დიდი ვერაფერი? კი. კარგი, აი მაგას ნახავ 24-ში. ნახოთ. თუ გინდა უფრო საინტერესო გავხადოთ, შიშველ მუშტებზე იჩხუბი, გააქვს მაგის სურვილი. მე და შევიჩხუბოთ, გინდა შიშველებს. როდის? როცა შენ იქნები მზად. რა შევთანხმდეთ და ვიჩხუბოთ. მე აგერ ორგანიზაციასთან შეათანხმე და მე შენთვის მომემზადებ. კარგი. თავი არ გიყვარს. შენ? მე რო არ მიყვარს მაგიტო არ აქ მეგობარო, თორე რომ მიყვარდეს ვიქნებოდი ბალეტისტი. კარგი. უკაცრავად, თქვენი სახელი რომ მითხრათ? ვასო. მე მიყვარს ასეთი გამოწვევები, ვასო. გვარიც რომ მითხრა? კენკიშვილი. ვასო კენკიშვილი.
ძალიან გამიხარდა ასეთი შემტევი რო ხარ. დიდი ალბათობით შემტევი რა კითხვა მქონდა უბრალოდ. შემტევი კითხვა კი ბატონო. ნუ თვალებში რო გიყურებ დიდ აგრესიას და ძალას ხედავ და მაგიტომ მომხიბლა შენმა გამოსვლამ. მოკლედ რო თქვა და სპორტული გამოცდილებას დიდი ალბათობით საბრძოლო გექნება, ხო? არც თუ ისე რა. კეთილი. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში შენი სურვილი თუ იქნება მით უმეტეს შიშველ მუშტებზე ბრძოლის ჯერ მოდი რო თუ გამაზე გამოგხდით ნახავთ და ნუ გავიაროთ ეს პროცედურა რასაც ქვია გამაში მებრძოლის აყვანა ხელშეკრულების გარეშე ჩვენთან ჩხუბი არ ხდება თუმცა ძალიან მომეწონა ეს გამოწვევა და გამიხარდება თუ შემოემატები ჩვენს ოჯახს. კარგით, მადლობა. დიდი მადლობა ასევე. აჰა, ცოტა ნელ-ნელა იწევს მე მგონი გრადუსი არა? მოდი აპლოდისმენტები დაუკრათ, ცოტა შევახუროთ ხელები. მიკროფონს ნუ ურტყაվել ბიჭო, მეც. აპლოდისმენტები გულისხმობ. კარგი, შემდეგ ბრძოლაზე გადავიდეთ. დიდი ხანია თავი მოგვანატრა ამ ვაჟკაცმა კონსტანტინე მიმინოშვილი რინგს გაიზიარებს ვახტანგ ციკლაურთან ბიჭებო თქვენ გამასმაყურებელი საკმაოდ კარგად გიცნობთ თუმცა ახალიც მოგვემატა და კიდევ ერთხელ რომ ორიოდე სიტყვით გაეცნოთ იმ ახლად შემატებულ მაყურებელს და გითხრათ თუ რამზადყოფნაში ხართ. კოტე არ საუბრობს? პას. კი ბატონო. შენ პირველი. მე ვახო ვარ ციკლაური. ბევრი არც არაფერი არ მაქვს თქმა ზოგადად არც ავიღ ჩემ მომზადებას და ჩემს ასე შემდეგ კიდევ რას ვაპირებ მაგალითად საუბარს არც ვაპირებ აქ რა. ბოლო ბრძოლაზე რაც დავდე და რაც გავაკეთე ეგ ჩემი საკუთარი გამოცდილებით იყო და ქუჩიდან გამომდინარე იყო, იმიტომ რომ ვიღაცეებისავით მე ზურგს არ მიმაგრებს რა, რამდენიმე და საუკუნიანი გამოცდილება არც კრივში და არაფერში, ქუჩა მაქვს უკან რა. ქუჩა გავიარე, ქუჩაში გავიზარდე და იქ ვისწავლე ყველაფერი რაც გამაჩნია და ვინც მეხმარებიან სპარინგებში, ვინც აქამდე მომიყვანა, ჩემი ძმაკაცები არიან. აქედან მოკითხვა იმათ, ჩემს მაგარ ძმაკაცებს ყველას გულში ვეხუტუნე და დანარჩენი კიდევ რა ვიცი, ბოლო ჩხუბზე მე მგონი არ იყო ცუდი რა, რაღაცეები დავხვეწა, ჩემი თავიც მომეწონა, უბრალოდ დამოკდა რაღაცეები რა, გამოცდილი ბიჭი იყო, მაგრამ მე გიგი მაგერ გააკეთა. აიღო აბაროტი ჩემი ასე რო ვთქვა და ეხლა კიდევ ვაპირებ რა, უკეთესად რო წარმოვაჩინო ჩემი თავი რა, ბევრად კარგად ვარ მომზადებული იმასთან შედარებით და იმედიც მაქვს რა, მიმინოსთან ჩემი თავის და რა თქმა უნდა, ღმერთის იმედი მაქვს პირველ რიგში რა, ყოველდღიურად ვცდილობ და ასეც იქნება რა, რასაც ადამიანი ჩაიფიქრებს და რასაც მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს და რა ვიცი, ამას თუ უნდა პასი კი არა, თუ უნდა 9 თქვას, მაგრამ გავხიშტავ რა, აუცილებლად ეგრე იქნება. შესანიშნავი. მიმინო, რამეს საპასუხოდ იტყვი თუ არაპირებ საუბარს? მე ვერ გავიგე ვაფშე რას ნიშნავს გაიხვიშტა. ჯოკერი არ გითამაშია? და შენ ფიქრობ შენ მოიგებ? მე არაფერს არ ვფიქრობ, კაც. აი აქ მოვალთ მე და შენ 24-ში და შენ ძმაო, კარტები არ ვეთამაშე აქ. ჩვენ აქ ვიჩხუპე ძმაო. და ეს უნდა კი ბატონო, კი, მეც მაგის იმედი მაქვს რომ ვიჩხუბებ ჩვენ. ბევრჯერ გამომისდია 3 რაუნდი და ახლა არ ვარ მაგაზე უკან დამხევი. ნახოთ. მე მგონი პირველ რაუნდში რამდენსაც დამარყავ 10 მდეს დაგარტყავ დარწმუნებული. არა, მხუმრობ ძმა. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო შენთან. ჩემი პატივისცემა ყველა მებრძოლს აბსოლუტურად. იმიტომ რომ აქ ვინც დგება და აი აქ ვინც 3 რაუნდს გაიზიარებს თუ 1 რაუნდს იჭხუბებს თუ ნოკაუტში ავარდება თუ ნოკდაუნში ყველას დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ ყველას შრომა აქვს უკან რა. წონის კლება ვიცი პირადად რაც არის და ვისაც უწევს იმან უკეთესად იცის კიდე ვისაც ჩემზე მეტი უწევს იმან ბევრად კარგად იცის რა და ყველას დიდი პატივისცემა ბიჭებო ჩემგან და ყველას წარმატებას გისურვებთ რა. 24-ში და მომავალში. ბაზარი არ არის ძმა. შესანიშნავი, ნახდათ, მოდი ამაში გეთანხმები ვახო 100%-ით და გრიზლის სიტყვები არაერთხელ გამიმეორებია. ამ რინგზე მხოლოდ ამოდიან ბიჭები, ვისაც დიდი რკინის ყვერები აქვთ. გამიგეთ? სხვანაირები აქ არ იბრძვიან.
მორჩით? ჩვენ ხო. რამის თქვა არ რამის თქვა გინდა კოტე. მე არაფერი. შენ იცი ჩემი სიტუაცია, მე вообще ტრეშ-ტოკი რა რაღაცა არ მოინტერესებს მან. მართო ერთი მინდა წონას დაკლებდეს. კეთილი. შეკითხვა ხო არ გაქვთ თვითმეს? მოდი დასვით კითხვები. გამატრენერი? მიმინოსთან მაქვს კითხვა. აბა რუსულად კითხულე, ძმა, ბოდიში პირი. რუსულად თქვა თუ შეიძლება. გადაუთარგმნი თუ რამეა, ჯობია ქართულად. ისედაც არ უყვარხართ შენ. წელიწადში ერთხელ რატო ჩხუბობ? როგორ? წელიწადში ერთხელ რატო ჩხუბობ? А ты не знаешь, какая у меня ситуация? Не, я просто спрашиваю, год один раз. Почему дерешься? Ну, как бы тебе объяснить? После боя с Бибилури, через 2 месяца у меня брат родной умер, старший. Извини. И еще года даже не прошло. Еще года не прошло, а я уже здесь. Я думаю, автоматически у тебя этот вопрос должен отпасть. Не, до этого тоже 1 год прошел, поэтому говорю. До этого, Да. до После Бибилури, Кортавы, после Кортавы я подрался там спустя месяца 3-4, что ли. Если я не ошибаюсь. Могу ошибаться, чуть побольше, но неважно, там нокаут был. 2 нокдауна, 1 нокаут. И если бы он меня не вырубил, я бы еще пошел бы дальше драться. Ну, что было, то было. Как бы я дерусь не потому, что, в раз в год, не потому, что, мне лень или что-то такое. Обстоятельства жизненные, не более того. Я хочу быть всегда на ходу, хочу быть всегда в форме, в весе. И если бы мне заплатили последний раз, как вот за Бибилури, я хоть каждую неделю готов так драться, брат. Это был несложный бой с Бибилури. Это был, как бы сказать, день спаррингов для меня. Я могу хоть каждую неделю драться, но жизненные обстоятельства чуть-чуть по-другому располагают. Будущий передапер, бичево. მოდი გადავთვალოთ მაინც ძანცულე ლაპარაკო მე ქართვადო არა უხსნათ ამის კაცის რა მაგრამ მოდი გადავთვალოთ მაინც უმეტეს ხო ხო უმეტეს მაყურებელს არესმის უკვე ხედავ ერთმანეთში კითხვები გაუჩნდათ კონსტანტინემ თქვა რომ წელიწადში ერთხელ იმიტომ მიჩხუბა რომ ღვიძლის ძმა გარდაეცვალა სამწუხაროდ უფროსი, ამიტომ ასეთი ოჯახური მდგომარეობა ვინაიდან ქონდა, წელიწადიც არ გასულა და უკვე აქ არის, ამიტომ თავისთავად კითხვას პასუხი გაეცაო. და მანამდე, რაც მოხდა, მაშინაც ქონდა მიზეზები უპირველეს ყოვლისა, ასე ვთქვათ, ოჯახური და მაგიტომაც ვერ ახერხებდა ხშირად ბრძოლას. ბოლო ბრძოლაში ბიბილურთან რაც აიღო ჰონორარი ბონუსთან ერთად მოეწონა და ასეთი ჰონორარები რომ იყოსო თუ გინდა ყოველ კვირას ვიჩხუბებდიო და ბიბილურთან რაც იყო ჩხუბი არ გამიძნელდაო ჩემთვის ეს სპარინგი იყო და ასეთ ჩხუბებს ასეთ ჰონორარებზე თუ გინდა ყოველ კვირა ჩავატარებო ეს თქვა კოტე მადლობა და ვახოსსაც დაუსმებ კითხვას. ბუკმეიკერებმა შეგაფასეს აუთსაიდერად და მე პირადად მეწყინა, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ჩხუბობ, მაგრამ ასეთი შეფასებით რასთან არის დაკავშირებული? 3 წაგება რო გაგზედიზე თუ რაღაც სხვა არის და რო გითხრა უბრალოდ? არ ვიცი, ალბათ მაგასთან არის დაკავშირებული. ვინ როგორ შემაფასა იქ ჩემთვის დიდად არაფერს არ წარმოადგენს რა. მე ჩემთვის თავარია ჩემი ახლო ადამიანები როგორ მაფასებენ და მე რაც ვარ ეგ მე თვითონ ვიცი სადაც რა გამივლია ეგეც კარგად ვიცი და ეხ ბუკმეიკერები და ეკრანებს უკან ჯდომი ხალხი რას ლაპარაკობს მე ბრძოლისთვის რავი რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს მე არ ვიცი. ყველას თავის აზრი გააჩნია 3 მილიონი ადამიანი ვარ და 3 მილიონივეს თავისი აზრი გააჩნია. ყველას აზრს ვერ მივემხრობი და ყველას აზრზე ვერ ვიცხოვრებ. როგორც თითოეული ჩვენთაგანი და ყველამ თავის საქმე იცის ცხოვრებაში და ყველამ თავის თავს მიხედოს. დანარჩენი რა ვიცი. როგორ ჩხუბობ და რა ჩხუბობ კიდე რა ვიცი, არ ვარ პროფესიონალი მებრძოლი, რა უბრალოდ ქუჩის მებრძოლი ვარ. ბევრჯერ ვიყავი ანდერდოგი და ეხლაც ეგრე ვარ, მე მგონი რა, თუ არ ვსდები. მაგრამ ნახოთ, უნდა შემოვატრიალო რა, პალასა რა. შენ თვლი ეხლა ანდერდოგი რომ ხარ? გამოცდილებიდან გამომდინარე უბრალოდ, მეტი არაფერი რა.
კარგი, მადლობა. და ერთ იმასაც ვიტყვი, წეღან იყო რაღაცა და ვინ რა გაიარა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? კაცო, ვინ რა წააგო, უკან ვისთან როგორი ბრძოლა ქონდა. თავარია მომავალში ვინ როგორი ბრძოლებს. ზოგი ისე დგება ფეხზე მერე რომ მერე სხვებს აჩოქებს და ყველა იმას უნდა დაელოდოს მომავალში რა იქნება. წარსულით არავინ არ ცხოვრობთ. მე არ ვცხოვრობ ყოველ შემთხვევაში და ვინ წარსულით ცხოვრობს, იმან ქეკოს წარსული. ჩვენ მომავლით ცხოვრობთ, მებრძოლები ვართ, მეც მებრძოლი ვარ. მებრძოლი ვარ, როცა ვდგები აქ, თორე ისი არა, უბრალოდ მშრომელი, ხელოსანი ბიჭი ვარ, ქუჩაში ვარ, გაზრდილი გამოვიარა, შემეცვალა რაღაცები, დავდექი რინგზე. აქ გზნობ თავისუფლად სასიამოვნო თავს, მინდა რომ ვიჩეხავ, მინდა რომ ვიჩხუბებ, ვიჩეხავებ და თავს არ დავზოგავ. რა იქნება, ეგ უკვე უფლისნება არის და ჩემი მუშტების და დანარჩენს კიდე 24-ში ვანახებთ რა. აპლოდისმენტები. კეთილი. კითხვები თუ აღარ არის ბიჭებო, დავაბრუნოთ მიკროფონები, გადაეცით უკან. У меня есть послание небольшое. კი ბატონო. Для организации «Гамма». Გამოუშვი. Для Гиги персонально. В общем, не понял я вообще, как так получилось, что вы упустили такого прекрасного бойца и сильного, как Беку Картава. Как ты его... კოტე, შენ არ იცი რაღაცეები. არ ვიცი, მაგრამ დაბრუნდა აზე არ არის, ძმა. დაბრუნდა ბეკა. კიდე დამბრუნდა? კი. Кай бечо. Мне მინდა ერთი реванш. И не только с ним, я и пояс заберу, реванш заберу. При всем уважении к Ваху Циклаури. Ну, брат, я тебя очень уважаю как бойца. Я тебя уважаю как бойца. Уважаю в первую очередь, скорее, не как бойца даже, а как человека. Я сразу вижу по глазам это. Вот. Но завтра, когда у нас ивент? 24 числа все закончится быстро и аккуратно, брат. На первом же раунде закончу ударом в печень. И потом сразу же, надеюсь, переключите меня на победителя Беридзе. Кем он дерется? Самандар Энибай. Беридзе Самандар. Ну, посмотрите сами на мое состояние. Посмотрите сами. Все сами увидите. Пускай бой покажет. Может быть, я тут сейчас, прыгаю выше головы, а у Бога свои планы, и один лаки-панч, и я упаду. Такое тоже может быть, не исключено. Я ни в коем случае не недооцениваю Ваху сейчас. Да и вообще организацию «Гамма». У меня совершенно другой взгляд и другой подход. И я собираюсь завершить начатое. Как бы я иду до конца, Гига. Я никуда не ушел, я здесь, брат. Скоро все будет. გადავთარგმნი, გამომართვით შეიძლება. კოტა იძახის რომ ნუ თავიდან ეგონა რომ ბექა წასულია, თუმცა ბექა დავაბრუნეთ უკვე და მან ისურვა ბექასთან რევანში უპირველეს ყოვლისა. ვახოს მიმართავს რომ პატივსცემს როგორც მებრძოლს და როგორც ადამიანს, ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ ახლოს არ იცნობს, თვალებში ხედავს რომ პატივისცემას იმსახურებს. თუმცა იძახის ვახოს შენ გპირდება რომ პირველივე რაუნდში ფიქრობს რომ დაამთავრებს ამას საკმაოდ მალე და ღვიძლით მაგრამ ამასაც იძახის რომ ხა რისის ჯერავს მაგას იძახის მაგრამ წინასწარ არ მეტყველებს ყველაფერი ღვთის ხელშიაო და ერთი ლაკი პანჩიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს და პირიქით აღმოჩნდეს ყველაფერი მაგრამ მას თავის ჯერას და არსად არ წასულა აქ არის გეგმები აქვს ბექასთან უნდა რევანშის აღება მაყურებელს ბევრს არ ესმის და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ აუცილებლად ჩავთვალე გადათარგმნა ამიტომ მაგარ სანახაობას გვპირდება სულ ეს იყო მე მგონი არაფერი გამორჩენია და რა თქმა უნდა ხო მადლობა გიგი რომ შემახსენე კოტემ თქვა რომ შეხედავთო გიგას მიმართა შეხედავთ თუ როგორ ვიჩხუბებ ვახოსთანო და იმედი აქვს თუ მოგებით დაამთავრა რომ სამანდარი და გიგის შორის მოგებულთან შევახვედრებთ ცალხეს ავიკრავდა ისე კეჩხუბები одной рукой говорит связанной буду и так с тобой подерусь. Ты на первый же...
Базаре арари, дзма, базаре арари. Магари бичи хар, мара. По-моему, он забыл, да, как в первом же минутах первого же раунда упал от второго удара, который нанес узбек. Упал просто. Ну, там он не то что одной рукой, он и вторую не включил руку. ანუ კოტე იძახის რომ ეთყობა და გავიწყდა უზბეკთან მეორე დარტყმით რო დაეციო და ერთი ხელი საკურით კი არა ორითაც გაგიჭირდება ჩემთანო. ბარე ვისაუბროთ, ვსაუბრობთ. ჩართულია. გრუშათ მეყოლებია. მე? მაგარი ბიჭი, გადაშენების ბევრი მსმენია, ბევრი საერთო მეგობარი ყავს, მაგრამ რატო არ დათანხმდი ჩემთან ბრძოლას? თუ ეხა ამას არა, ძმა, პირიქით, წარმატება. პირველ რიგში მე მინდა შენი მოიგება, მართლა. მადლობა, რომ ბაზარი არ არის. იმითომ რომ, ნუ, ერთი იქნები, ხო? და ნუ, კაი საქმე იქნები რა. მაგრამ ნუ, თუ მაგარს პოზნა. მართლა ilaparaga. ბოდიში და არ ვიცი ქართულად. რუსულად კი ქართულად. შენ გესმის რუსულად? გადაგითარგმნი, არა. შენ გესმის რუსულად? აბა რატო? მე გადავთარგმნი კოტე, არა. თუ შენ კომფორტულად იგზნობ უფრო რუსულად რო კაცე პასუხი გადავთარგმნი. Переводчиком будешь? ხო, პირველად ვარ თუ რა. რისთვის ვისწავლე, აბა, ამდენი ენა, კაცო. Брат, если ты считаешь, что я груша, то тебе лучше проснуться поскорее, потому что очень, я думаю, быстро и с такими разговорами ты убедишься в том, что эта груша может быть на порядок больше, сильнее тебя, который может уронить тебя. Поэтому я не Самандар, мы вообще схвак отсевар, знаю. Да, нахуй, короче. მე ნუ პოლო რაც გითხრა გაიგე ამ გრუშამო შეიძლება პირიქით მეტად დიდი და ძლიერი აღმოჩნდეს და დაგიბრუნოს დარტყმებიო კაი ჰა ნუ დაკტვანჯე და ასეთი შეუფასებლობით შეიძლება წააგო კიდევაცო ჩემთანო კაი ნახეთ 6 ნახავ 10 თვეში ხო ოდეს მოგინახავს ვინმეს გავსი სიტყვები ჩემგან გაიგოს რიგში მოიგე მე ნახოთ და ისე მიყურებს და ისე გონია რაუნდს რო გაცდეს კრივს თავს დავანებებ რაც ხურებაში აღარ ვიჩხუბებ აი ვიტყვი რა ხალხთან ვიტყვი და მართლა რატო იძახით ასეთ რა მე სახვეწარი მე მიხდებით რომ აუ დაბრუნდი და მოდი ჩემთან არც ქონია და რატო აანებე თავი და თუ გინდათ ვაფშე შეთავაზე და რო თუ გამა ხოა იქ მოვალ და თუ წუთი გაძლო გამაში აღარ ვიჩხუბებ მე არ მაწყობს ზმაო ასეთი გარიგება მე არ მაწყობს უპირველეს ყოვლისა ჩემი დაკარგვა არ გინდა არავის დაკარგვა არ მინდა კაცო არც ერთის დაკარგვა არ მინდა მაშინ დასაკარგი ხალხი არა ხარ თქვენ ზმაო აი რა მოვალ მაშინ ამ შეჯიბრების მერე ჩამოვალ თბილისში და რო თუ გამაზე ვისპარინგოთ მოდი რო თუ გამაზე თქვენ სპარინგები დიდი ხანია გასული ჩატარებული გასცემამდე სანამ მოვა მე შეიძლება მოდი ამას ეხლა ცოტა წინ წავარდნილი საუბარია შენ გაქვს სერიოზული გამოწვევა კოტესაც სერიოზული გამოწვევა აქვს ამის ვაფშე ამის ლაპარაკს სერიოზულად არ ვიღებ ამიტომ ჯერ ნუ გაურბენთ მოვლენებს თუ ისე მოხდება და დატრიალდება ამბები რომ მოგიწევთ ერთმანეთთან ბრძოლას გააჩუმებთ კაცო ჩემი საქმეც ეგ არის და ეს წინა სიტყვაობაც ზუსტად იმისთვისაა რომ კიდე თქვენი ბრძოლა უფრო საინტერესო გახდეს ამიტომ თუ გამარჯვება მოიპოვა ერთმანს და მეორეს დიდი შანსია რომ ეს ბრძოლა ჩავნიშნო და რო თუ გამა რა გინდათ კაცო გიხდით თანხებს, იქ პრომოკოდები, აქ ბილეთები და პრომოკოდები, იქ ბონუსები, ლიდეროვზე ნაითები, ნოკაუტების ბონუსები. ჩაატაროს რომ კამარი მიიღოს. ჯერ ამხელა გზა. არ ვიცი, მე ვანგა არა ვარ, არ ვიცი. ისიც არ ვიცი როგორ დამთავრდება კოტეს და ვახოს ბრძოლა. მე ვთვლი რომ სერიოზული გამოწვევა ორივესთვის და შენი ბრძოლაც სერიოზული გამოწვევა აფრიად და ეხლა წინასწარმეტყველი მე არ ვარ ვანგა არ მქვია გიორგი მაესტრო გოჩელეშვილი მქვია კი ბატონო გიგა რა თქმა უნდა შენთვის შეიძლება კი
კოტე, თუ შენ აი ვახოსთან დანაპირები რაც თქვი, რომ პირველ რაუნდში ღვიძლით გათიშავ, და აი თუ მაგას შეასრულებ, მე პირობას გაძლევ, რომ გიგის და უზბეკის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდები. და გიგის გეგმები ამით არ შეიცვლება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აი შეასრულებ იმას, რაც თქვი, რომ პირველ რაუნდში ღვიძლიდან გათიშავ ციკლაურს. აი მაგ შემთხვევაში. ვახოს ეცინება. როდი აბა ვათქმეინოთ. ეს ვახოს მიმართ არანაირი ის არ არის, უბრალოდ კონსტანტინეს ჩელენჯია კოტესთან. დაიწყე ტრეშტოკი რაღაცა ვაში არ მინდა მე ხოუთხარ. რავი, უბრალოდ მე რა ღვიძლთან დაკავშირებით გახსოვს გიო რომ ძალიან ბევრი მომხვედრია რა, ჯერ არ გავთიშული ვარ. გამიზნული დარტყმა მომხვედრია, მთელი უდარით წამოღებული დარტყმა და რა ვიცი ახლა იმ გაბარიტებს იმხელა არ არის რომ ხო რა იმხელა არ არის ახლა გაბარიტებს რომ რა უნდა დამარტყას მართლა კანელოსთან ხო არ ემზადებოდი სად ემზადებოდი ეს ერთი წელი გითხარი ამდენ ხალხს რო გემუქრები არ ვიცი მიკროფონში ილაპარაკე მიკროფონში გაბარიტები სუდა დაფასება ადამიანი კაცო ილაპარაკე მიკროფონში კონსტანტინე დადე ეგ ბოთლი ტყილა გიშლის დადე არანაირი პირადული ინტერესი არ მაქვს только ринг брат Ничего личного. Вообще ничего. Вообще ничего личного. Просто раз გეუბნები რა ზოგადად ვინც ბევრი ილაპარაკა რინგზე ჭუბამდე იმან ყველაზე ცუდად დაასრულა და არ მინდა უბრალოდ შენს იგივე რამე მოგივიდეს და მაგიტო გეუბნები წინასწარ ლაპარაკი რაღაც შედეგებზე ცოტა ისეთი არის რაღაცა უმისამართო არის მე მგონი და რა ვიცი რომ იმუქრები მაშინ გააკეთე რაც შენ რო ღვიძლით ვერ გამთიშო მე ყბას მოგატეხავ მაშინ ასე გეუბნები იცოდე თუ ვერ გამთიშე მე შენ პირველ რაუნდში ღვიძლით მე შენ ყბებს მოგატეხავ ჩეხაობაში აი როგორ დამიდგები ჩეხაობაში მაგას ვნახავთ მით უმეტეს ყველამ კარგად იცის როგორ ჩეხავ და ჯერ ყბიდანაც არ გავთიშული ვარ არასდროს და არც ღვიძლიდან არ გავთიშული ვარ რა წამიგია ის ჩემი თავის ბრალი არის და ვიღაცეების რა ღვიძლიდან გათიშვის არა არც ღვიძლიდან გავთიშული ვარ არც ყბიდან დავარდნილ ვარ ამდგარ ვარ მაგრამ არც ყბიდან და არც ღვიძლიდან ასე რომ მაგის იმედი არ ქონდეს პირდაპირ გეუბნები Вахо говорит, что я ни разу от нокаут не улетал ни от печени, ни от челюсти. Поэтому, как ты с этим будешь справляться, он не знает. И он удваивает ставку, так скажем. И если, говорит, ты меня в первом раунде через печень не вырубишь, я тогда тебе челюсть, говорит, сломаю. Базари арау. ნახოთ. დაასრულეთ. ბაზარი არ არის. გიგი ვერ ითმენს. ამდენი არ მილაპარაკია რაც თუ პრეს კონფერენციაზე ყოფილვარ ერთად რა. მითხრა რომ სამანდართან ჩავარდი. ძველი ფორმატი ხო მაგარია? კი, მაგარია. სამანდართან ჩავარდი პირველივე 10 წამზე. მე ისე მოხდა რომ ერთი რაუნდი, ჩემი გადმოსახედინა, საჯეიმა შეაფასეს ერთი ქულით, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაუნდი სუფთად წავაგე. მესამე და პირველიც წავაგე, მაგრამ ახლა ჩხუბი იყო რა. კორტავამ რა გიქნა? ანუ რა უქნა კორტავამ? ეს რომ მეუნება წაიქეციო, მე წავიქეცე და აუდექი, ხო? ეგრევე გავაგზელე, მაგრამ კორტავამ რა ვიცი, გარეცხილი ტანსაცმელივით ხან იქით ხან აქეთ და ბოლოს ისე გასატანი დარჩა რინგიდან და ესეთი ბიჭი ჩემზე ეს არ უნდა ლაპარაკობდეს და მე არავის მიმართ ინტერესი არ მაქვს სპორტული მხოლოდ და ამან კიდე ამალაპარაკა რა სამდენი არ მილაპარაკი ერთად მალაპარაკა და რავი გიგა აი თუ აი მე კვირდებით ეს ამან ბიჭმა თუ გააკეთა ის რაც თქვა მე ამას პირველ რაუნდში გაგატან სახში და რაღაცას ვიტყვი რა კიდე რა გადაუთარგმნი მოდი კოტემ თხოვს გადაუთარგმნი და მე რომ თქვა თხოვნა кот Гиги говорит что да по нему попали но он встал обратно а вот Кортава говорит по-другому с тобой картина была когда ты с Кортавой дрался поэтому он удивлен что ты так самоуверен. И, соответственно, если ты выполнишь этот челлендж, он Гиге так же, как и ты, пообещал, что если ты выполнишь челлендж с Вахо и дойдешь до Гиги Беридзе, то Гиги пообещал, что тебя придется забирать нам домой. Сам типа не дойдешь. ხო რა რის თქმა მინდა ძმა რო დაიღუპა მაგასთან დაკავშირებით ვიზიარებ მის მწუხარებას რა თქმა უნდა ტკივილი ყველამ ვიცით რაც არის და გარდაცვლილი ადამიანი ოჯახის წევრი მით უმეტეს და რავი ეს ერთი წელი რო არ ჩანდა მაგის ბრალიც იყო სადღაც როგორც მივხვდი ხო რაც ილაპარაკა
რავი, იმდენი ამბიცია დაუგროვდა, ესე იგი იმის იქით კიდე ბევრი ვარჯიშია და გადადებული ქონდა ვარჯიშზე თავი და ალბათ აქვს იმედები და რავი, მოდი ნუ დაუკარგავთ იმ განწყობას, მართლა ნუ შეუცვლით ყველაფერს, არ წავიდეს აქედან და 24-ში მართლა არ დაუდგე პიტბულივით სარიერ რინგზე არ მომიწიოს დგომა. ჯობს, რავი, ბიჭ, თავისი მიზნები და თავისი ყველაფერი რაც აქვს. გზები დამილოცნია შენთვის, მაგრამ რა ვიცი 24-ში რასაც აპირებ თუ ვერ გააკეთე, მე მევაპირებ რაღაცეებს, იმიტომ რომ გავიარე ბევრი წვალება მაგამდე და ყველას წარმატებას გისურვებთ, გიგის მით უმეტეს და ბადოს რა, ბევრი აქვს დასამტკიცებელი და ვიცი რომ დაამტკიცებენ რა, მე მჯერა გამომდინარე იქიდან რომ გიგი და კონსტანტინე ერთ წონაში ვართ და კიდევ რამოდენიმე ბიჭი აქედან გადავეკვეთებით ერთმანეთს აუცილებლად რა, ვინ როგორ წავა და როგორ დასრულდება, ეს კიდე ყველაფერი სამომავლო გეგმები არის, არავისთან არ ვიხევ ბრძოლაში უკან რა და რა ვიცი, როგორ ჩემთან ვიჩხუბებ კონსტანტინე, ისე ვიჩხუბებ თუნდაც გიგისთან და თუნდაც რავი ენიბაევთან და ნებისმიერთან, არ აქვს მნიშვნელობა. ვითარდებით ყოველდღე, არც ვეწევი, არც ვსვავ, არც ჩხირავობ, გადართული ვარ, სულ ყოველდღე ვჩეხავობ რა. ყოველდღე ვჩეხავობ და მოვდივარ ხან დარეტიანებული, ხან გაბრუებული. და ყველას მინდა მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ აი აქ ვდგებით ბიჭებო და აი აქ გავიცანი, მე ძალიან მაგარი ხალხი და ყველას წარმატებას ვესურვებ რა მებრძოლებს და შენ კიდევ მომავალში წარმატება ჩემს იქით რა. Аплодисментები ნახდათ. Გადაგითარგმნო კოტე? Во-первых, разделяя ту боль, которая была связана с твоим отсутствием и с потерей брата, желаю тебе удачи после их боя. И как и с любым, точно так же с тобой, он будет на кулаках выяснять, кто сильнее. Нету никакого личного интереса, только спортивный. И вполне возможно, что он также с Гиги подерется и так далее, так как вы все в 70 килограмм. В любом случае, благодарит зрителя за то, что придают силы и по правильному пути он идет. Он не пьет, не курит, тем более что-то другого не делает. Каждый день дерется и чехал, как по-русски домовицкда. Рубится каждый день и от этого становится сильнее. И пожелал удачи после его боя. А сам бой будет очень зрелищный. მე მგონი საკმარისი ვთქვით. Სათქმელი თუ აღარაფერია, face to face. აპლოდისმენტები მებრძოლებს. მე მგონი მაგარი ბრძოლა გველის 24-ში. გავაცილოთ აპლოდისმენტებით ბიჭები. მივედით ამ ბრძოლამდე. ეს ტრილოგია დიდი ხანია ჰაერში ტრიალებდა, დიდი ხანია ვმუშაობდით ამ ტრილოგიაზე და როგორც იქნა, აგერ არის ელგუჯა, ბიძიგოგია, კოტე, ზომბი, ჭკადუა, შიშველ მუშტებზე დაეკაკებიან მესამეჯერ და გაარკვევენ, ვინ არის უძლიერესი მათ შორის, ამჯერად 65 კილოგრამში. აბაჰა, დამითმია. რინგი და მიკროფონი ამჯერად ჯერჯერობით სიტყვა თქვენთვის. ვინ დაიწყებს, აბა? დაუთმო. მოგესალმებით ყველას. თითოეულ თქვენთანგანს მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. რაც შეეხება მადლობა მინდა გადაუხადო გამას და გამას ორგანიზატორებს, მაესტრო და გიგას, რომ მომცა შესაძლებლობა ჩვენი ბრძოლის შემდგარიყო. რაც მთავარია ჩემს მომზადებას. ძალიან მაგარ ფორმაში ვარ და ძალიან მაგარ ბიჭებთან ვემზადები. საბასთან, ნიკუშასთან, გიოსთან, რა, ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ჭანდუ მადლობა როგორც მიდგა ხარ და მადლობა ლაშა ჭურაძეს. პირველ რიგში ბიჭებო, თითოეულ თქვენთანგანს გისურვებ წარმატებას და უტრამო ბრძოლებს, რაც თავარია. მე მეტი სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. 24-ში გელოდება ძალიან სანახაობრივი ბრძოლები. მადლობა თქვენ. მაგაია, თარგმანი რო არ მიწევს უკვე მეთქი უნდა გავიმეორო და ეთილ კოტე შენ რას გვეტყვი? რავი, ბევრი საწვალებელი არ მაქვს წონის კლების მხრივ 65-ში ვჭხუობ ეხა წონა რომ მოვიმატე 3 კილო თუ 4 კილო მაქვს სულ დასაკლები. სიმართლე გითხრა, რამდენი ხნის უკან მომწერე ჭხუბზე
მოგწერა შენ თვითონ მითხარი მე რა არა შენ მითხარი რომ ელგუჯასთან მინდა ბრძოლა ელგუჯაზე რომ მითხარი დათანხმდაო რამდენი ხის უკან იყო დეკემბერში იყო ჯერ მაგრამ მე ელგუჯა 2 კვირა გაქრა რადარებიდან და ვერ მივაწდინე ხმა გავბრაზდი პირდაპირ ვიქნები მაგრამ მე ესე ნუ როგორც ნიუსებში ვთქვი საუბარი შედგა ჩვენ შორის და იტოქში დათანხმდა ზოდა გვიან დავიწყე მომზადება მაგრამ იქ არაფერი ჭხუბისთვის სულ მზად ვარ მე ბრძოლი ვარ შეშველი ხელებით ვჭხუბობ ეგ ბრძოლა შეშველი ხელებით იქნება დავით კაკრიაშვილთან მემზადები ამჯერად აკა კაკრიაშვილი დავით კაკრიაშვილები არიან ჩემი წუთნელები ასე ვთქვათ ჩემი ზვაკაცები შეშველი ხელებით ძალიან დიდი გზა გავიარე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ძალიან ბევრი რამ შევცვალე და ძალიან მაგარი სანახაობა იქნება ასევე გოგი ამას ბოლო ჭხუბზე კორტავასთან ჭხუბზე ძალიან მაგარი ბრძოლაა ჩვენა და ჩვენი მესამე ბრძოლა იქნება ანუ დააგვირგვინებს ეგ ბრძოლა ჩვენი ორივე ბრძოლა მაგარი იყო ძალიან სანახაობრივად მაგრამ მესამე დააგვირგვინებს და ბევრი ბონუსების პატრონი გავხდებით ჩემი აზრით ძალიან კაია კაია ამისკენ რო გაქვთ მისწრაფება მართლა მაგარი ბიჭი ხარ მაგარი ადამიანი ხარ და პატივისცემა ჩემგან უბრალოდ ბოლო ბრძოლა წონის გამოწავაგე მე ეგ თავადაც ისი წონა თუ ვერ ჩაბარე ეგ ჩემი პირადი ბრალი არა ჩემი ბრალია 60-ში ვერ დავიკლებ გითხარი რომ 65-ში ვიჭხო 10 კილოთი მძიმე ხარ შენ მეტოქეზე ეგეც ძალიან ბევრ ამას ნიშნავს ასე რომ მარტო წონა არ არის მანდ ეხლა გეჩხუბები ჩემ წონაში 65-ში ბაზარია რა ეხლა გაირკვევა რომელები ვართ უფრო მაგარია შემოგები კაი ხარ შესანიშნავი კითხვები აგერ მზადა კითხვები გამატრენერს აღარ დაგიძახებ არკად გაბრიელიანს აქ კითხვები ზომბის თამა კითხვა ორი ბრძოლა ჩაატარე პიტბულთან ორი ბრძოლა ჩაატარე ელგუჯასთან რომელი ჯობია რომელი ჯობია ისე გამოვიწერე მე შენი არხი რაღაცა ჩამჭრელი კითხვაა ავიცი რომელი ჯობია ზოგ რაღაცაში პიტი ჯობია ზოგ რაღაცაში გუჯა ჯობია ხა როგორ გითხრა რომელი ჯობია სიმართლე გითხრა ხა რინგზე არც ერთი არ მეხატება გულზე მაგრამ რინგის იქით ჩოლებრივი ურთიერთობა გვაქვს და ჩოლებრივად მათი წარმატება და გამარჯვებები გამიხარდება ასე ვთქვათ და რომელი ჯობია ვერ გაქცევა გულის თქვი ძმობას გავიზ გულით ვიძახი აი UFC-ში რომ მოხვდე თუ არ გამიხარდეს მეთქი ტიპთან მაგნაჭყوارი რომელიც UFC-ში ჭყობს ასევე პიტბულის UFC-ში მოხვდეს და მაკრეგორი გაიჩითოს ეგეც გამიხარდება რა გავაკეთე ელგუჯ შენ გაგეხარდება კოტე რომ მოხდეს UFC-ში ამ ბერნაკლში რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ბიჭია და რავი ყველა თითოეულ თქვენთანგანის რავი წარმატება გამიხარდება სულ გენაცვალეთ შემოგევლეთ ყველას აბა ეხლა წარმატებები უნდა უსურვოთ ერთმანეთს ეხლა მაგაზე ხო იცი ალერგია არა რინგს გულის და 24 გულის ანუ რა ბრძოლა გველის ეხლა ისეთი სიტკბო და სიყვარული გაჩახდა რომ რავი ის სისასტიკე გველის თუ არა რაც თქვენ წინა ბრძოლაში იყო არ ვიცი და უარესი იქნება ორივეს მხრიდან აი ამის გაგება მინდოდა ნუ ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება მე გაძლევთ მაგის პირობას და 24-ში აუცილებლად ნახავთ ყველა. ისე მე ცალკე მინდა აღვნიშნო ის მომენტი რომ შენ ნუ ელგუჯა სუსტრაფი იყავი მაგრამ ასეთი შემტევი და დარტყმების ტონაჟი ნუ იმ ვიდეოებში რაც გასთორე და გამამ გადასთორა აშკარად რაღაც წინსვლა დავინახე და ზომბი ასეთი სწრაფი არ მინახავს ჯერ რაღაც მომენტში დაუკვირდი მეთქი ვიდეო ხო არ არის ასწრაფებული ან 1:5-ზე ხო არ დავაყენეთქო და არა მართლა ასწრაფებულა არა ზომბურად სწრაფი იყო ამიტომ მე პირადად ძალიან მაგარ ბრძოლას ველი ნაღდათ და ეს მესამე სერია წესით კიდე უფრო მაგარი უნდა იყოს ჩემ გადმოსახედიდან ყოველთვის სწრაფი ვიყავი ხო იცი და ტექნიკური და რაც ვთავარია რავი ჭკვიანურად ჩხუბობ და არ ვარ რა ესე იგი ჟივით და მით უმეტეს შეშორ მუშტებზეა და ძალიან ურთქილდები იმიტომ რომ პროფესიონალი მებრძოლი ვარ და არ მაწყობს მუშტების გაფუჭება კიდევ აქვს კითხვები აკოს ბევრი იძახის რომ წინა ბრძოლა მოიგე
მინუს ქულების ხარჯზე. ეხლა რის ხარჯზე აპირებ მოგებას? არაფრის ალბათ. მინუს ქულების ხარჯზე არ მომიგია, სათითაოდ ყველა საჩამოკითხე და მეოთხე რაუნდი დაინიშნებოდა. მეოთხე რაუნდში კიდე ჩემი აზრით მე წავიღებდი მაგ მეოთხე რაუნდს. მე და შენ შორის, ხო? ხო. 24-ში ნახოთ თუ წაიღებ მეოთხეს. რას მე მოკრები მაგ 24-ში ნახოთ ძმა მეც აგერ მაგიტო ვარ. რომ ნახოთ. ბიჭო, არ გემუქრები, ღმერთმა დამიფაროთ რომ დაგემუქრე. დავდგეთ ალბათ face to face-ზე. კიდეა შეკითხვები, თქვენი ბრძოლა ბევრ ინტერესს გამოიწვევს. ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება, დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში. თქვენი წინა ბრძოლა 62-ში იყო, ხო? როგორც ის, ანუ 62 ნახევარში გრან-პრის. ორივე წონა ქონდა დაკლებული. ეხლა როგორც ზომბი მაგნიშნა, ანუ ეხლა წონას აღარ იკლებ. ანუ ბევრის დაკლება აღარ მეწევს, სულ 4 კილოს დაკლება. ეთყობა რომ იკლებს მომავალ გამიძე. ხო, ანუ არ იკლებს წონას და შედარებით უფრო ჯანზეც ხარ და რასაც რო გიყურებ, უფრო დიდი ხარ. რას უნდა ველოდოთ შენგან? იმ ბრძოლასთან შედარებით რა. უფრო მეტი კარდიო გექნება, უფრო მეტად მიაწვევ და იჩეხავებ თუ რას უნდა ველოდოთ? როგორც მაყურებლის თვალიდან, როგორც ნეიტრალური ადამიანი, აი ესე გეკითხები რა, როგორც არც ერთის მომხრე და არც მეორეს. როგორც ნეიტრალური, როგორ უნდა ვისამოვნო თქვენი ბრძოლით? ეს წონის არკლება რა, ბევრის დაკლება რო არ მომიწევს, ეგ კარდიოზეც აისახება, სისწრაფეზეც აისახება, ტექნიკაზეც აისახება და ბევრ რამეზე აისახება, რაც ბრძოლის ელემენტებია და ასე ვთქვათ, ალამაზებს ბრძოლას რა. ყველაფერზე აისახება ის, რომ წონა არ მაქვს დასაკლები და არ მაქვს საწვალებელი. შენ როგორც ვიცი არ იკრებ ხო ძალიან ბევრს წონას კი 15 კილოს ვიყო. ხო წარმატებული. ერთ კვირაში 15 კილო დაგჭა დასაკლები. 9 დავიგელი და დარჩენილი მაქვს 6-5 ნახევარი. გასაგებია, ხო ცოტა ავნერვიულდი უბრალოდ ახლა და დამაწყდა. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო. და ორივეს მოგება მართლა ძალიან გამიხარდება. წარმატებები. გაიხარება იქნება. დარწმუნებული ვარ. კეთილი. თუ აღარაა კიდე შეკითხვები? 24-ში ვნახავთ ყველა რავი უფლისნება, რაც მოხდება ყველაფერი. მადლობა თქვენ თითოეულ თქვენთანგან მობრძანებისთვის და მადლობა თქვენ გამას ორგანიზაციას. გაიხარეთ. დავაბრუნოთ მაშინ მიკროფონები, გადავცეთ შემდეგ წყვილს და face to face. ელგუჯა ბიძიგოგია, კოტე, ზომბიჭკადუა. კამერებისკენ ბიჭებო. კეთილი, გავაცილოთ აპლოდისმენტებით და შემდეგი წყვილი ძალიან მაგარი სანახაობა დაგვიდეს ბიჭებმა. შიდა გამაში შიგნით, აი ჩვენ შტატში გამოიწვია განხეთქილება იმ გადაწყვეტილებამ. ბევრი თვლის ერთმა მოიგო, ბევრი თვლის მეორემ, 4 რაუნდიც არ გვეყო, ასე ვთქვათ, ბოლომდე რომ ჩამოგვეყალიბებინა კონკრეტული აზრი. ზუსტად ამიტომ დაინიშნა დაუყოვნებლივი რევანში. მაშასე ამჯერად შიშველ მუშტებზე დავით the stoner ბადურაშვილი, ზურა უშიშარი მარგიშვილი. აბა რას ველოდოთ ბიჭებო? ამჯერად შიშველ მუშტებზე კიდევ უფრო სასტიკი სანახაობა გველის და მეტი დრო გქონდათ მოსამზადებლად. რამზად ყოფნაში ხარ და რა სურათი გველის რინგზე? ჩემგან ცვეჩი ნოკაუტს უნდა ელოდოთ ამჯერად, იმიტომ რომ შიშველი მუშტებით წავა ეს ბრძოლა რა. და კარგად იცი შიშველი მუშტებით რაც შემიძლია რა. დიდუ! რა იყო კოსტა? ზური, შენ რა სიტყვი? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. რაღაც მხრივ შეიძლება მართალსაც ამბობს ბადურა, რადგან გამოცდილება აქვს დიდი შიშველ ხელებზე, ნოკაუტებიც აქვს გაკეთებული და ასე შემდეგ, მაგრამ წინა ბრძოლასთან შედარებით ვარ საკმაოდ კარგ ფორმაში და რავი, ჩემი აზრით ბადურაც შესაბამისად მოემზადა და გვექნება წინანდელზე უკეთესი ბრძოლა. სიგარეტს უკიდებს და რა ვიცი, როგორ მზად ყოფნაშია. როგორც ყოველთვის. არ გივარჯიშია როგორც ყოველთვის? არა, ვარჯიშით ვარჯიშობ, უბრალოდ ეს მავნემგელია, ხო იცით და.
აი, გიჟია, რა უნდა ელაპარაკო. რავი. აი, ცვეჩი, აი მართლა გეუბნები, გულწრფელად გეუბნები, ზურა, რაღაც პონჩი გაფასებ იმ ხრივ, რომ აღიარება შეგიძლია რაღაცის და ანუ შეგიძლია გამოტყდე რაღაცაში, ან ალალად თქვა რაღაც რა, ბოდიში თუ ისაც გაწუხებთ, შეგიძლიათ, რა ვიცი, ცოტა ხანი გავხვიდეთ და და ის არის რა, ანუ უეჭველი მოგიგებ ამ ბრძოლას ცვეჩი რა, აი მართლა დარწმუნებული ვიყავ. როდის იყო კარგად? უეჭველი მოგიგებ, მართლა. ეხლა რომ იყოს. თან შენთვის ცუდად მოგიგებ რა. მართლა, იმიტომ რომ ვიცი რომ იცი აი ამას რაც შეუძლია. ნახე როგორი მახინჯი მუშტი მოქვს. შეხედე. ცოიჩი. როგორ აფასებ მის მახინჯ მუშტს ზურა? პატრონს გავს. კაი იყო, ჩაგეთვალა. ეს ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ თუ იტყვის ტრისის მაგებს აძრობს. რავი, მოწიე ბადურ და კაფეს. მოდი ანუ იცი რას ვიზავ? აქ ხალხია ჩემს გარდა კიდე და არ მინდა რომ კოსტადინესავით ვიღაცები გავაქციო კიდე აქ. იმას თავიდანვე არ უნდა აქ ყოფნა ეგ დავამოწმე. ანუ თქვენც ფიქრობთ ხო რომ ანუ ბევრი ფიქრობს ხო რომ წინანდელი ბრძოლა მე მოვიგე რა? ვინ ფიქრობს მაგას? სხვადასხვანაირად ფიქრობთ ეხლა, რავი, იგივე არ დავასახელებ. წინაზე ზურა მაგიარა ჩემს თვალწი რომ ბაზარი არაო მომიგეო ცვეჩი. ხო ეგრე იყო. მე ბონუსი მიგეცა. იტყუები რაღაც. ინსინუაციებს აქ ადგილი ზური? ინსინუაცია რა არის? ტყვილი. რაღაცას რო ტყილა გაბრალებენ. არ გიღიარებია აღიარე, ხო შეგიძლია ეგ. ანუ ვიცი რომ გავს. უთხარი რომ მართალი ხარ. კაი, მართალი ხარ. ცოიჩი, მასა იყო. დოქში, ანუ არ ვიცი მართლა რა, ანუ ძალიან სასტიკ ბრძოლა ხპირდები ზურა მართლა გეუბნები რა. მართლა. კიდევ და კიდევ ვიტყვი მაგას, კიდევ და კიდევ ვიტყვი მაგას. კეთილი. ჭეშმარიტება კამათში იბადება ხო იცით? სოკრატეს სიტყვები, არ ვიცოდი. კითხვები არ გაქვს, სოკრატეს ციტატას შენგან თუ ოდესმე გავიგებდი ბადურა, არ მეგონა არასდროს, აი. ხედავთ გამა. უცნაური კაცი ვარ ხო იცი? კი ბატონო. მოდი აქ შეკითხვები დავსვათ შეკითხვები თუ არის აგერ კი ბატონო აკო გთხოვ ბადურასგან მინდა დავიწყო. და ზურათი დაამთავრე. ხო. რაღაც შეცვლილი ხარ სახეზე. ახალი იმიჯია თუ? ახალი იმიჯი. ხომ იხდება? აი დამირ მუგურო არის ხო იცი მაგას გავხარ. არ ვიცი. არ ვიცი. მაგაიროშა მე დაგუგლე და ნახე. რა მაინტერესებს ნახე? YouTube-ში ჩავწერ. ხო. წინა ბრძოლა, ნუ ხო, ახლო ბრძოლა იყო. მეც ეგრე ვნახე, ახლო ბრძოლა იყო და დამარცხდი. ახლო ბრძოლაში. ეხლა ნახე. ერთი თვე ქონდა იმისთვის, რომ მომზადებულიყავი. ახალი წლები იყო და სათანადოდ რა თქმა უნდა ვერ მოემზადებოდი, ხო? მომემზადე. ხო. შენ თუ ეხლა შიშველ მუშტებს ეყბნობი. ბოდიში რა ეს არ უნდა გამოვიყენო ბადურასთვის მე მგონი ყოველ დღე ახალი წელია. შიშველ მუშტებს თუ ეყბნობი და მაგის იმედი გაქვს თქვათ, ხო? უშიშარიც არ არის ვაჟიშვილი მაგაში. სხვა რაღაცაშია სამაგიეროდ, მაგრამ არა უშიშარი. ხო და შენ კონკრეტულად რისი იმედი გაქვს ეგ რო თქვა უბრალოდ? ბიჭო, მე? ხო. ჩემი ბრძოლები ხო იცი? ვიცი. გამაში 3 ნოკაუტი, ბრუტალური ნოკაუტი შიშველ მუშტებზე არავის არ აქვს. ცოეთში არავის არ აქვს, მართლა. გადახედეთ, აქვს ვინო ეს? არავის არ აქვს. მე ვიცი რა შემიძლია შიშველ მუშტებზე რა. იმიტომ რომ შიშველი მუშტები არის ჩემი. ეს ბევრჯერ დავუმტკიცე საკუთარ თავსაც და რავი მაყურებელსაც რა. მაქვს ჩემი მომზადების იმედი, რა მომზადებაც ეხა გავიარე. მაქვს ჩემი დახვეწილი ფსიქოლოგიის იმედი. იმ ფსიქოლოგიის რომელიც მე დავხვეწე, მხოლოდ მე გავაკეთე ეგ და კიდევ ერთმა ადამიანმა, რომელიც აგზის და მაინც ის ეგ ყველაფერი კარგად რო არ დავასახელო ვინა და კიდე იმის რომ
კიდევ წინანდელისთვის შედეგის რაც დავდი აი ამასთან რა. ანუ ხელდათმანებით და ვიცი რომ ანუ იმენა ვიცი რომ გავაგორებ ცოტა აგერ იქნებით თქვენიც და მეც რა. მართლა გეუბნები. ერთი გატარება უნდა და ეგ არა. მართლა ერთი გატარება უნდა. დიდი ტორები მაქვს, აკო. ძალიან დიდი ტორები მაქვს ეჭი. კაი და ერთსაც შეგეკითხები, ანუ ძლიერი დარტყმაც მაქვს ამ ყველაფერთან ერთად. და ამის ყბაც ვიცი რა. მეტი რაღაცაა. შანსი რომ მქონდეს, კორტავასთან იჩხუბებდი თუ მელიქიანს მისცემდი რევანშს? მელიქიანს მივცემდი რევანშს. მისცემდი რევანშს, ისე უბნები გეგონება მოუგო მელიქიანს. ხო, რევანშს აგულის ვიც მოიგო. იმან უნდა მომცეს და მე უკვე მე-5 წელია რაც აქ ვარ რა. მე-5 წელი დაიწყო მე მგონი ხო? რაც აქ ვარ ცვეთში. ნუ 4 წელია რო არ თქვა. მე-5 დაიწყება მალე. ხო რა, იტოქში 4 იყოს, 4 წელი ამოიწურება მალე და დაიწყება მე-5 მალე, კაი 4 იყოს. მე ვაპირებ რომ აქ ვიყო კიდევ ძალიან დიდხანს რა. და კორტავასთანაც ვიჩხუბებ, მელიქიანთანაც ვიჩხუბებ. მე წონასაც შევიცვლი. ამის ძმასთანაც ვიჩხუბებ. მარტო მხრით რომ მომიგო, ცვეთში და ჩახუტებით რომ მომიგო, რავი, მე ეგეთ მოგებებს არ ვთვლი მოგებად მართლა რა. მე მოგებად ვთვლი stay downs და მენა ჩეხაობას რა. მაგას ვთვლი მოგებად. მანდ ვინც გამოვა გამარჯვებული, ისაა ჩემც მოგებული და არა ჩახუტებები და რაღაცები. შენ სხვათა შორის ბოლო ბრძოლაში ეს რინგს ეჭიდებოდი ისე რომ საჯი ვერ ხედავდა და ანუ ამ ჩაჭიდებით მაწვებოდი კუთხეში და ვეღარ გამოვდიოდი და იმედია ეხლა უფრო ლამაზ ბრძოლას ვაჩვენებთ რა ცვეთში და ჩახუტება არ იქნება რა. დავდგეთ და ვიჩხუბოთ მართლა გეუბნები. ეხლა მართლა აკოსავით ლაპარაკობ შენ. აი მე-5 და მაესტრო და მაგით მომიგო. არა, ჩახუტება რა კლინჩი მოსულია, მაგრამ მე ვიძახი რა იცი ანუ ხელს რო კიდე ესე რინგს რა და ისე რო აწვევ. საჭირო ხედავს და მე უშვებუც. დამოღამებულია გზურას ეგ. რა სიძა. ვიცი. კეთილი. ზურისთან ქონდა ხო კიდე კითხვა? ანუ თუ დაამატებ ამ რაც თქვა არაფერს ხო. ხო ვიცი რომ ლაპარაკი არ გიყვას და უცებ მას შეგეკითხები, უცებ ორი კითხვას. ორი ხო, ერთი პატარა დიდი. მაგრამ ორივეზე უცებ მიპასუხებ. უშიშარი გაქვს ring name-ი. მე პირადად მოვწონს ეგ ring name-ი და ზოგადად უშიშარად გიწოდებ ხოლმე, როცა იქ ჩასაწერია რამე არა. ხო და მაგრამ კომენტარებში ზოგი წერს რომ უშიშარს ნუ ეძახითო, შიშარა დაუძახეთო. ხო და იმიტომ რომ ბრძოლებს გაურბისო და მეტოქეებს არჩევსო. გასაგებია რომ უმეტესობა მაგიდან ჰეიტერები არიან, მაგრამ რამეს თუ უპასუხებდი აქედან მაგ ხალხს? რავი, არაფერს არ უპასუხებდი. ო, მასიც ვიცოდი რომ მასე მიპასუხებდი. მაგრამ გამაში რეკორდი აქვს მოხსნილი ბრძოლებიდან გამოტიშვაში რა. 5 ბრძოლა აქვს ჩაშლილი გონი თუ 4 თუ 5. ხო, ზოგადად ეგ ვიგულისხმე ახლა რო იწერენ, რასაც წერენ, იმიტომ წერენ ალბათ. მეორე კითხვა ის არის რომ ჭავჭავაძესთან ქონდა დიდი ხნის ხიპიშები და აპირებ ჩხუბს ჭავჭავაძესთან? რავი, თუ იქნება შესაბამისი მომენტი კი. მადლობა. ნუ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ჭავჭავაძე და ზურას რევანშის ხილვა, ვინაიდან პრიად ახლო ბრძოლა იყო და დიდი დრო გავიდა, მე ბევრი ტრეშ-თოქი მოყვა და ასე შემდეგ. თუმცა რავი, ყოველთვის რაღაც წინაპირობა იმისთვის რომ არ მოხდეს. ახლა მაგალითად გიორგი, რავი, MMA აიჩემა, არ ვიცი, აგერ მოვიდა კითხვის შესაკითხვა, თორემ მე როგორც matchmakers ზურას და ჭავჭავაძეს რევანში ძალიან მაინტერესებს. ბადურა და ჭავჭავაძეს რევანშსაც სიამოვნებით გავაკეთებთ სხვათა შორის. პასუხია სხვათა შორის. ჩვენი შეიხი. ცოტა შელახულია, მაგრამ რა ქვია იმას? რა თქვა? არა, რაღაც სახელი, რაღაც თურქული სახელი დაასახელა. გავს იმ მომღერალს თუ ვინც თქვი? ჰაიდამირ ჰუგუ? ხო. მაგარ ტანზე მოვედი ისე წვეთში. ეხლა შეგიძლია დახიო და გადააყიდო. შეინახა კაცო სახში წაიღებს. არა, არ მინდა. არა, შენია მართლა. მიკროფონში თქვი, კაი რამებს პასუხობ და რატო არ გიყვარს მიკროფონში? ამის პულიც ხო ვიცი უნდა დამარიცხინო, წაიღე უკანო. შეიძლება უკვე?
კი ბატონო. მიდი ჭავჭავ შენი. მოკლედ ესე იგი, ეს კითხვა მექნება ორივე მებრძოლთან რა. ორივეს გაქვთ ჩემთან ნაბრძოლი და ასე თუ ისე ორივე შესაძლებლობები ვიცი. მაგრამ მაგრად მაინტერესებს წინა ერთი თვის შემდეგ ბრძოლაში რა გეგმები გექნებათ. იმიტომ რომ ასე თუ ისე ორივეს ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცი მე. შენ კომენტარებში დაწერე თქვენ ხარ ჩემი ბულკები ვარ და სინამდვილეში შენ ჩემი ბულკი ხარ და შენ ჩემი ბულკი ხარ მაგრამ სინამდვილეში ბადურ მაგრამ იყოს ვიგავანებოთ ყველაფერს თავი გავანებოთ ორივე მებრძოლთან წაგება გაქვს ხო მაგრამ ეგ წაგებები ხო იცი შენს მაგიტო ბიძახი ბიჭო გულის სიღრმეში ჩაიხედე ზუმბასთან არა ნახე ზუმბასთან მეც მაგას ვამბობ რომ ნუ ძალიან ჩემთვისაც სადაო გადაწყვეტილება იყო მაგრამ ხო მაგრამ შენზე ხო იცი რო არ იტყვი მაგას ვიცი ვინ იტყვის მაგას ორჯერ ეგრე დავლა კაი ძმობა ისევ აქ ვიყავით და ამ სივრცეში ხარ ხო და ნუ მაინტერესებს რა იქნება თქვენი გეიმპლენი რა შიშველი ხელებით ეს თავისთავად ისევ თავის ოვრჰენდს ეცდება და ნუ შენ მხრიდან რა შეიცვლება ისევ იქნება თუ არა თოკებზე ჩაჭიდება ბადურა სტილი ყველამ ვიცით და გეგმაც ვიცით ამ ჩხუბში ალბათ დაელოდება თავის იმ ერთ დარტყმას რომელთაც თიშავს ხოლმე ხალხს რავი რაც შეეხება ჩემს გეგმას წინა ბრძოლასთან შედარებით განსხვავებული იქნება რითი ხო და თქვი ნუ ხარ ესეთი იდუმალი განსხვავებული იქნება მეტი რა გითხრა იქნება არ უნდა რომ თქვასო ბიჭო აი ეგ არის მე რომ მიდის მე ისევ საბურებს ეჭიდება ყველა ბრძოლაში განსხვავებული არაფერი არ არის და მაგას ველოდებ ეხა ხო თოკებია მაგრამ შენთვის არაფერი არ შესულა ყველაფერს ეჭიდება თოკზე უფრო ადვილია რა ხო მაგას ვამბობ მე ეს რო ეჭიდები და მარტივია და რაც შეეხება აკოს კითხვას ნუ აპირებს თუ არა და ზურა იდეაში ასე თუ ისე ჩემ პასუხსაც ელოდება მე წინა კონფერენციაზე ვთქვი ესეთი რაღაც მე მეჩხუბოს და მე მხოლოდ ზურასთვის დავმრუნდები მაგრამ ნუ თუ საინტერესოს და სარფიანი შემოთავაზება იქნება შეიძლება ბადურას ტარივაშიც დაფიქრება ვისაუბროთ შეიძლება იმიტომ რომ ჯერ შევხედოთ ეს ბრძოლა როგორი იქნება და ნუ მე მიყვარს ბევრი როგორც матчмейкерს ბევრი საინტერესო ვარიანტი რომ აქვს და არჩევანი რომ აქვს ყველაზე საინტერესო და ჰაიპურ ბრძოლას ავარჩევ ჩვენთვის და რაც თავისთავადია მაყურებლისთვისაც ყველაზე საინტერესო იქნება რევანშებზე ვგიჟდები და იცი ეს შეგარგი მეც ბადო მე აი მენა ვგიჟდები რევანშებზე მაგრამ ისე მიყვარს ეს სპაიდერმენების მიმები რო არის დაახლოებით ესეა ჩვენი სამკუთხედი რა და ისე მიყვარს რევანშები აი ნუ როგორც ვიცი ბადურას ჯიუჯიტსუს გამოცდილებაც აქვს მიჭიდავია კიდეც უკვე და ნუ გუშინდელი ჩემი ჭიდაობიდან გაუნდა და იცოდეთ რომ მე გრეპლინგშიც აქ ვარ ბიჭო ისე მეც აგერ ძმაო აქედანვე შემოთავაზება შენც ხო გამიღუნა ტვინი გინდა თუ არა მაჭიდავეო და აი ჭაჭა თუ აჭიდავე მე რატო არ მაჭიდავებო და მოდი ჰა შემდეგ გამაგრეპლინგზე სუპერ ფაითი თუ ისურვებდით დიდი სიამოვნებით აუ წვეჩი შენ და ბადურა გუშინდელზე ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი შენ სანდროსგან წესით ხო იცი ჭიდაობა თუ არ გასწავლა ძმამ ჭიდაობა კაი დაფიქრდი გამაგრეპლინგზე თუ სურვილი იქნება ხვეწნას არ დაგიწევს შენი სურვილი თუ იქნება მაგრამ თქვენი ბრძოლა ჩათვალე ბრძოლა რა ჭიდაობა ჩანიშნულია ბადურ ოღონდ დიდი თხოვნა მაგ ნახე მე ვხედავდი შე როგორ ემზადებოდი ზურას წარევანშისთვის და ჭიდაობისთვის ესე მოემზადე დიდი თხოვნა მექნება იმიტომ რომ გუშინდელმა ჩემმა გამოცდილებამ ამ ტატამში ძალიან ბევრი რამე მასწავლა ასე რომ იცოდე რომ მე უკვე აქ ერთი ბრძოლა უკვე ჩატარებული მაქვს და ჩემთვის ახალი არის ხარიშ ბაზარია ოკეი შესანიშნავი მოდი აპლოდისმენტების ღირსია ეს გამოწვევა ჩემი აზრით კაი დიდად შეიძლება დიდად კითხვა არ მაქვს ორივე მებრძოლს ვიცნო პირადად და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან ორივეს რა უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა რადგან ეხა არ გაიჟღერა იმან რომ წინა ბრძოლაზე როდესაც ერთ დღეს ბადურა მაკიჩხობა და ნუ დამარცხდა მსაჯების გადაწყვეტილებით ნუ ასე მოხდა რომ დამარცხდა და ვაღიაროთ რომ ნუ ესე იყო რაც მსაჯებმა გამოიტანეს ნუ დამარცხდა ჩვენ ასე როგორც რეზულტატი ხო ოფიციალური რეზულტატი როგორც ოფიციალური რეზულტატი დამარცხდა მეორე დღეს პროფესიონალურ კრივში გავიდა და რა შედეგი დადო კი ვნახეთ გაიმარჯვა და ჩემგან დიდი პატივისცემა ბადურას და მის საბრძოლო ჟინს მადლობა ჯიგარი გამარჯობათ მე ვარ კონსტანტინ მიმინოშვილი გამას მებრძოლი გამარჯობა ერთი შეკითხვა მინდა ბადურას ძმაო ლუდი დაალია სიგარეტები მოუწია მოსაცევი არ გაქვს შენ მოსაწევს აღარ ვეწევი ბრძოლების მერე მხოლოდ ერთი დღე ორი დღე მაქსიმუმ და ვსიო ბაზარი არ არის მადლობა
გაიხარ. მოსწევი აღარ არის. კაი, ახლა კაი. გვეყოფა. კაი ბიჭებო, დავი, კითხვები თუ აღარ არის, სათქმელი თუ აღარ დარჩა, ბატონო? აბაჰა. შენს გინდა გიგი კომენტარის გაკეთება? Აღარ გინდა? Мере аухсени, ра, мере. Ну, я по-русски скажу, просто по-грузински не смогу это сказать. Это просто была шутка. Я категорически против, чтобы на камеру... Не, это ясно, но я просто хотел бы донести следующую мысль. Я категорически лично, допустим, против того, чтобы на камеру человек пил, курил и продвигал вот такие вот движения. Ну, потому что молодое поколение тоже смотрит, молодое поколение тоже растет, и нам надо оградить от этого наше молодое поколение. Не будет того. Вообще это шутка, я хорошо к нему отношусь, ничего против не имею, просто хотел бы донести такую мысль. კი ბატონო, ამას მე მგონი გადათარგმნაც არ უნდა ახლა კოტეი ძახის ამას. ხო, ნუ მოწევას, დალევას, მით უმეტეს კამერების წინ არ მივესალმებიო და იგივე ის მოსაწევზე კითხვა გადაობა იყო და ნუ ვინაიდან ბავშვები გვიყურებენო და არასწორ მაგალითს ვიძლევით რაღაც პონჩი. შენი ძლევი ჩვენ. მე მასე არ ვფიქრობ რა, ცოეჩი და ყველაზე მეტად ვერ ვიტან როცა ვიღაც მიფიქსირებს თავის აზრს, რომ აი მე ჩემთვის მიუღებელია, ან შენთვის თუ მიუღებელია, უბრალოდ შეგიძლია სინ ან პას, როგორც წერან. ცოეჩი. ანუ აზრს რო გამოხატავ უკვე ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ არ გეს საიდანღაც იძურის ეგ რაღაც რა, საიდანღაც მოდის ხო? და ვერ ვიტან მართლა ძალიან მაღიზიანებს რა. ბადურ, დაიგე. რავი, ბავშვებმა წესით, რავი, თუ ეგეთ პატარა ბავშვებზე საუბარი არც სისხლებს არ უნდა უყურონ აქ რაც ხდება რაღაც გარკვეული ისაა ხო ხო და კაი ბადო კაი კაი გიყო რამე ყოფოც დაიგიდეს ამას აზრი აქვს რა ო რავი პირველი კაროჩი კორტავასთან შენ არა მე ვიჩხუბებ ესე ხო მე ვიჩხუბობ ამას რომ მოვუგებ მე ვიჩხუბობ აი ამის მეტოქეს რა ქვია კარაკუემეო თუ რაღაც აღარ ჩამოვა სიო აღარ ჩამოვა? ჩემი ჭხუბის მერე არ ჩამოვა. არა, მე მითხრა რომ ჩამოვალო. ისე დღეს ჩავაგდებ აღარ ჩამოვა. კაი. კაი, ბადურ. ხო და მარა იმენა ჭხუბი? ხო, ჩემი, ანუ 60-40-ზე იყო წინა ბრძოლა, მეგონა რომ შენ მოიგებდი. ნუ კლინჩი აქვს შენზე უკეთესი და მაგით მოგიგო, თორე სხვა გამარჯობა არ ვიყენებ. ხო და შეშველი ხელები თუ ისე იჭხუბე როგორც წინა, ჩემი აზრით ძალიან მარტივად მოუგებ. მარა კორტავასთან ვერ იჭხუბებ, მაქსიმუმებას ვერ მოგანიჭებ, ეგ ჩემია. კორტავა არც მეჭხუბება შიშველ მუშტებზე. შიშველი ვაფშე არ მინდა, მაგრამ კორტავა ჩემია. დამითმე. შიშველი ჩემია. როგორც გინდა. შიშველი კორტავა არ მინდა, მაგრამ ისე კორტავა მინდა. ჩემი დავით მეყოფა შიშველი. კაია, კაია, კაია. კაია, კარგია. კაი. კიდე გვაქვს სათქმელი კაცო, თუ დავაპირისპიროთ ეს. კი, მე მაქვს 24-ში გაგდიშავ. ცვეჩი. ცვეჩი. კეთილი. გადავცეთ მიკროფონები, თორე ეს არ მორჩება. თელი ღამე წერან ლამის ვახო, შენ რო იდექი აქ დაბაცრობდი. ცვეჩი, თქვენც ყველაფერი წერანი ლაპარაკობთ. გენანი გელოდებოდი. გადავცეთ მიკროფონები. ბადურას პლაკატები და პირისპირ. აბაჰა. სურა. Fearless. მარგიშვილი. დავით. The Soldier. ბადურაშვილი. აი. კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. მადლობა იმ პოზიტიური ემოციებისთვის და იუმორისთვის, რაც შემატეს კონფერენციას. გადავიდეთ ახლა main event-ებზე, როგორც იცით. ვადო, შენგან ახლა მართალი გითხრა დიდი გათვლები იმაზე, რომ ბევრს ლაპარაკებ არ მქონია ამჯერადაც და მაგიტომაც რო არ
კი ბატონო, ბადოს მეტოქე, როგორც გითხარით, უცხოელები ახლა წინასწარ სამწუხაროდ ვერ ჩამოვიყვანეთ, მათ ვიხილავთ ოფიციალურ აწონებებზე და face to face-ზე, მით უმეტეს ახლა ვერ საუბრობენ ვერც ინგლისურად, ვერც რუსულად და ჩემს ენების არსენალში უზბეკური სამწუხაროდ ჯერ არ არის, ამიტომ მოდი ბადო გოგიჩაშვილი 84 კილოგრამის დამსახურებული ჩემპიონი. გამარჯობათ, გილოცავთ ახალწლებს, მრავალს დაესწარით, ჯანმრთელობას გისურვებთ, ასევე ბიჭებო ყველას და უტრამობრძოლები, ყველაფერს კარგა ჩაატარებთ, კარგა იჩხუბებთ, არის თავარი ეგაც. შესანიშნავი. ბადო, შემბრძოლისგან რას ველოდოთ, რა მზადყოფნაში ხარ, ეგ რო გითხრა და მეტოქეს როგორ შეაფასებდი? მე რავი, როცა ჩხუბი დავიწყე იმის მერე, ჩემი თავს ვთვლი რომ სულ მზად ვარ რა. შეიძლება პატარა ნიუანსები იყო რაღაც მომენტებში რა, რამოდენიმე მომენტში, მაგრამ ბევრ მომენტში არ ყოფილა რა. სულ მზად ვარ საჩხუბრად მით უმეტეს, ეხლა კიდევ სექტემბრიდან ველოდებოდი ჩხუბს და იმდენად მონდომებული ვარ ჩხუბს და მონატარებული ვარ, რომ რავი, უბრალოდ ჩამოიყვანეთ, კეთილმგზავრობას ვუსურვებ, მეტი არაფერი. შესანიშნავი. მეტოქეზე თუ შეგიძლია მცირე შეფასება რო გააკეთო და იგივე ხა შენ ტიტული მოიპოვე საკმაოდ სერიოზულ მეტოქესთან, არანაკლებად სერიოზულთან დაიცვი, დაიცავი, ისიც უცხოელი იყო და ახლაც უცხოური შემოტევა ელის შენს დამსახურებულ ტიტულს და იმ წინა ბიჭებთან შედარებით უფრო დიდი გამოწვევა თუ აი როგორ შეაფასებდი რა? ძალიან ჯანიანი ბიჭია მე როგორ შევაფასებ, იმიტომ ქიმაძეს ისეთები ურტყა და რავი პირველ რაუნდში ქიმაძე ხო? კი, პირველ რაუნდში ისეთები ურტყა პირველ რაუნდში ისე გათიშავ, რავი. ძალიან ძლიერი ბიჭია, საშიშია. მაგრამ რავი, ჩხუბია, მე თუ ჩხუბში ავედი და ის ვიფიქრე, რომ აიმე ნეტაის ჩხუბი როგორ დამთავრდება და უი ეს რა მაგრა ურტყავს და უი ეს როგორ და უი ეს და ნეტა როგორ მორჩება, მირჩევნია სულ არ ვიჩხუბო. ჩხუბობ, დანარჩენი რინგზე ჩდება. აი, წინა მეტოქეებთან შედარებით, აი ამ სამიდან ესე გრადაცია მივცეთ, ვინ იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, ვისთან, ასე ვთქვათ, მეტად გაგიჭირდა, ვისთან ნაკლებად და ეს რა მოლოდინები გაქვს ამ მეტოქესთან ბრძოლისგან? შეიძლება ბევრთან უფრო ადვილად გავიმარჯვე, ესე ჩანდა, მაგრამ ბევრი უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე იყო. ნუ ჩემი დამოკიდებულება ყველაზე მეტად ვისთანაც მსურს ჩხუბი არის მახარობლიძე, იმიტომ რომ სამი რაუნდი მარტო მაგ ბიჭთან გავიზიარე რინგი და ცოტა არ იყოს უკმაყოფილო ვარ რაღაც ჩემი თავით ეგ ჩხუბის შემდეგს დავაფიქსირე, ნუ კარგი ბიჭია რა, იტოქში რა და მაგის გამოსწორება მინდა რა. ჯერ ეს ჩხუბი ვნახოთ როგორ დამთავრდება, არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მე მოსაგებად ავდივარ, რა თქმა უნდა. ჯერ ეს ჩხუბი ჩავამთავროთ და დალშე თუ იქნება საჭირო მახარობლიძეს, საჭირო კი არა თუ დათანხმდება ჩხუბს მახარობლიძეს და დიდი სიამოვნებით გავიზიარებ რინგს. ნუ ირაკლის წაგება აქვს ბოლო ბრძოლა და მე უბრალოდ ჩემი სურვილი დავაფიქსირე. კი, სურვილი ხო, უბრალოდ მე როგორც მატჩმეიკერი და ორგანიზაციის წარმომადგენელი ოფიციალურ პასუხს გაგცემ, რომ ირაკლი თუ მოვა შენამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამ რევანშს, თუმცა ჯერ მოსასვლელია. როგორც მინიმუმ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ჭირდება რომ მოიპოვოს. ეთილი. ნუ ჩემი სათქმელი სულ ეს იყო, თუ ვინმეს კითხვები გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ. რა თქმა უნდა, კითხვები არის. გამარჯობა, მოგესალმები. გამარჯობა. როგორ ახარ? შენი თავად როგორ ზადებთ? კარგად, მადლობა. გილოცავთ ახალწელს, მრავალს და აი ხარეთ ასევე. ესე იგი, 4 ბრძოლა გაქვს. 4-ვე გამარჯვება. 4-ვე ძლიერი მეტოქე. 4-თან თუ არა, 3-თან ანდერდოგი იყავი. ეხლაც მე-5 გყავს ძლიერი მეტოქე. კითხვა ასეთი მაქვს. ამ მეტოქეებს შენ არჩევ, ორგანიზაცია გიჩალიჩებს თუ უბრალოდ დამთხევაა? ეს ჩემთან არის შეკითხვა თუ ბადოსთან? ბადოსთან. მე მადლიერი ვარ და უფრო ხშირად თუ გამიჩალიჩებთ, უფრო მადლიერი ვიქნები.
ეს მარტო მე მარგებს და სიამოვნებს, იმიტომ რომ მე ამოდივარ რიგზე და გამარჯვებული მე გამოდივარ. ანუ მეტჯერ გამიჩალიჩით. საჩალიჩო თუ არა, ხო? გაჩალიჩება არ არის, აკო მეც ხა უპასუხოთ ვერ დავტოვებ. გამაში მე მგონი ყველასთვის ხადია, რომ ესეთი, რა თქმა უნდა, ყველა ჯგუფში არის ანდერდოგი და ფავორიტი, ზოგში უფრო მკაფიო, ზოგში უფრო ნაკლებად. თუმცა გამაში ისე რომ აი ნაჩუქარი ბრძოლა, რავი, თუ მომხდარა რაღაც ძალიან დიდი გამონაკლისის შემთხვევაში. შენ მეხვეწე მაგ ბრძოლაზე, რა ვიცი, რამდენი ხანი და მემუქრებო. ჩემი არც ერთი ჩხუბი არ იყო ნაჩუქარი, უბრალოდ რავი, რა დაემართათ აზი არ ვარ, უფრო ჯანზე ჩანდნენ. და უცებ ერთი დარტყმა ცვლის ყველაფერს, რავი, გამიმართლა ალბათ. ხო, მოკლედ იმის აღნიშნა მინდოდა, რომ მაგარი ბიჭი ხარ, წარმატებებს გისურვებ და იმედია კამარი ჩვენთან დარჩება. აუც შევეცდებ. კიდე ერთი შეკითხვა? კიდე ერთი კითხვას დაგისმენ. ბადო, როგორც ვიცი, ბოლო ორი ბრძოლიდან ორივე ნოკაუტი დაასრულე. თუ სამი ბრძოლიდან სამივე. სამი მაქვს ნოკაუტით და מחარ ობრძესთან მაქვს მარტო სამი რაუნდი ნაჩხუბა. ბოლო სამიდან სამივე ნოკაუტი. ერთ-ერთი ბოლო ორიდან. ბოლო ორიდან. ბოდიში, ანუ რაც მაქვს შენი ბრძოლები, ხა ზუსტად არ მახსოვს რომელი ბრძოლა იყო და მაგიტო გეკითხები, ანუ ჩემთვის გამაში ერთ-ერთი სანახაობრივი ბრძოლები იყო ყველა და ანუ დიდი სიამოვნებით ორჯერ და სამჯერ უყურებდი აი ესეთი ბრძოლები. როგორ ფიქრობ, ეხა ხარ ფორმაში და შეძლებ ამ შენი მოწინააღმდეგის იგივე ნაირად დასრულებას რა, ანუ ნოკაუტს უნდა ველოდო თუ არა? როგორც თქვი, მე მოსაგებად ამოდივარ რინგზე ყოველთვის, დანარჩენი რინგზე გამოჩნდება. მე ჩემი თავის იმედი რომ არ მქონდეს სულ არ ამოვიდოდი რინგზე. დანარჩენი მე ეხლა ყველაფერი ეს ჩხუბია, შენ მით უმეტეს იცი ჩხუბი რაც არის, ხო? დიდი გამოცდილება რა თქმა უნდა. ხო, ამიტომ ჩხუბი ისეთი რაღაც არის, არ მგონია წინასწარ ესე ადვილად განისაზღვროს რაღაცა. დალშე მე უბრალოდ საჩხუბრად ამოვდივარ, ეს საქმე მსიამოვნებს მთელი ცხოვრება ამ საქმეში ვარ და ამოვალ მე ვიჩხუბებ უბრალოდ და დანარჩენი დიდი ალბათობით მე გავიმარჯვებ ეს მსურს. ეს მსურს რომ ესე გამარჯვებით მეც დარწმუნებული ვარ. და რა თქმა უნდა, ესე რომ გავიმარჯვებ, დანარჩენი რინგზე გამოჩნდება. რა თქმა უნდა, მეც მჯერავს და 100%-ით ვიცი რომ გაიმარჯვებ, მაგრამ მე უბრალოდ მინდოდა რომ იმ სიამოვნებას მივიღებ თუ არა, რასაც ნოკაუტი ქვია თქო რა, იმიტომ რომ როცა ადიხარ იმ ფსიქოლოგიით, რომ ახლა ამას დავანოკაუტებ, დარწმუნებული ვარ რომ ანუ შენი მხელა გამოცდილებაც გაქვს და ისეთი სტილიც რომ ალბათ შეასრულებ. 99% მაინც. ძალიან არ გამინაწყენა იგივე სიამოვნებას თუ ვერ მიიღებ რა. არა, როგორ ვიკადრებ. შენ კამარი დაგვიტოვე და გაპატიებთ. დიდი მადლობა. კეთილი, თუ მეტი შეკითხვა აღარ არის, მოდი, წავაფლექსავთ ბადო კამერების წინ. ბადო გოგიჩაშვილი მეგობრებო, 84 კილოგრამის ჩემპიონი, რომელიც ტანსაცმელში ხანდახან 84 ვერ აბარებს, 82, 81. ასეთ ფენომენალური მებრძოლია 84-ის ჩემპიონი. კეთილი. მოდი აბა გადავიდეთ შემდეგ main event-ზე, გიგი ბერიძე. თქვენს წინაშე აპლოდისმენტები გთხოვთ. ნოკაუტების მანქანა, როგორც არაერთხელ წავიკითხე კომენტარებში, სუმცირე დროში ამდენი ბრძოლა ჩაატარა და ყოველივე ნოკაუტით დაამთავრა. მეორე რაუნდს თითქმის არც ერთი პირველ რაუნდს თითქმის არც ერთი გადაწერდა, ხო? თუმცა ახლა სერიოზული გამოწვევა უწევს სამანდარ ენიბაევი, ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც შეძლო მისი გიგიზე გამარჯვება, თუმცა გიგი აი კბილებს და მუშტებს ილესავს უკვე დიდი ხანია და მპირდება რომ აი უბრალოდ მომაღწიოს აქამდეო ამ აპაროტს ჩალიჭებოდა. გიგი შენს მაგივრად მე ვსაუბრობ უკვე მე მგონი. აბა დამითმია სიტყვა. გამარჯობა, ეხა ყველა ჩემი ბრძოლიდან მოგესალმებით. ბევრი არაფერი არ მაქვს ალაპარაკო. ისეთი ბიჭია ვერ ჩამოწერ, ვერ იტყვი რომ ესე ვიზაო და ესე გავაკეთებ. წინა ბრძოლას ვერ შევაფასე და მაგის გამო წავაგე და ბევრი არაფერი არ მაქვს ალაპარაკო და არც ვაპირებ რა. ის რაც იყო აი
ამდენი არ მილაპარაკია ერთად რაც გამაში ვარ. განწყობა სულ სხვანაირია, უბრალოდ დადებითად ყველას მიმართ, რავი, ცოტა ინტერესი მქონდა მელაპარაკა რაღაც ხან ბადურასთან, ხან ვიჭებთან. კაი იყო გაასწორა, მაგრამ ამ ბრძოლას ვუდგები ყველაზე სერიოზულად, ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა და გარდა იმისა, რომ კამარიდევს ჩემი რევანშია, თან ერთი ქულით მომეგო ეგ მოგება რა და 24-ში ჩემი შრომით, ჩემი რწმენით და აი ღმერთის დახმარებით მე კამარს საქართველოში დავტოვებ. არ ვიგებ, არ ვამბობ, რომ აი ვიგებ, არა, აი მინდა რომ ეს ბიჭი დავაძინო ისე როგორც აქამდე გამეკეთებია ყველა ბრძოლა და წინა ბრძოლაში თქვა რომ პირველ ორ რაუნდში დამოფინიშებდა. ვერ გააკეთა, მაგრამ მე ხა ვამბობ, რაუნდს არ ვამბობ. ხო იცი რაუნდების თქვა მიყვარს, არა. არ ვამბობ. არაერთხელ გიწინასწარ მეტყველია. ეს ბრძოლა უნდა დარჩეს ქართველებს და კამარი უნდა დარჩეს საქართველოში, სხვას არაფერს არ ვამბობ და კიდე ერთხელ ვამბობ, აი ის ყველაფერი რაც იყო ჩემი საუბარი, ის განწყობასთან არაფერ შუაში არა, ის არ ვიღიმე, არ მეღიმება საერთოდ ამ ბრძოლაზე და ყველაფერი ჩავდე ამაში, მთელი გული ბიჭები მეხმარებოდნენ, რა ვიცი, აი ყველაფერი გადავდე, არც ახალი წელი იყო ჩემთვის, არც ძველი ახალი წელი, არაფერი არ იყო ჩემთვის, მხოლოდ იყო მიზანი და გამარჯვება და ამას 24-ში დავამტკიცებ, მაგრამ კარგი იქნებოდა, დღეს ეს ბიჭია ყოფილიყო. მაგრამ ღმერთმა ესე ინება და 24-ში აი იდება უფალს, მე კამარ საქართველოში დავტოვებ. შესანიშნავი. შეკითხვები ხო არ გვაქვს ბიჭებო? თუ არ არის შეკითხვები, გიგი მიკროფონი გადაეცი და კამერებისკენ. ვისაც გინდა, მომე. კამერებისკენ? კამერების წინ. გამოგაცხადე. მე ღმერთმა დამიბაროს კამერებისკენ. გიგი ბერიძე. ნოკაუტ მაშინ. სამანდარენი ბაევის წინააღმდეგ. გინდა, მე ჩაგეხსნები ვიცოდე თუ რამეა. კეთილი, მეგობრებო. იმედია, ჯოხიც არ მიშველის დამიჯერე. რა ვიცი, ჯიუჯიცუთი თუ გაუმკლავდები, თუმცა ეგეც მაგაში არ ვარ დამყუწრუნებული. აღარ მაქვს თავი 41 წლის ვარ. მე მგონი ბრძოლების, კაი ბრძოლების ჩანიშვნა და ვაუ მომენტების გაკეთება გამომდის. დაჟე უკეთესად ვიდრე ბრძოლა, რავი, ისევ აკო თუ მოვა ჩემამდე და დაიმსახურა ბრძოლას კიდევ ერთხელ აუსრულებ მაქსრუბულს. და რავი, ნიკ ინტერნეტ ლომებთანაც ვხმალავ ხოლმე კომენტარებში ეს ჯერჯერობით ასე და თუ მოვიხოდე მე შევხედე. კაროჩე, ჩემზე არ არის. ძალიან მაგარი ივენთი გველის წინ, უმაგრესი გამარევენანთი მეგობრებო. თვალი არ დაახამხამოთ, 8-ვე ბრძოლა იქნება ძალიან მწვავე, ძალიან სასტიკი, ძალიან სისხლიანი. გამა!